გამარჯობა. უნილაბი ისევ აგრძელებს უკვე CyberTalk-ების სერიას. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება უკვე WordPress-ი. ჩვენი ფოლოვერები პრინციპში უკვე მიცნობენ. მე ვარ ნუკრი, WordPress-ის კურსის ლექტორი და დღეს მინდა გესაუბროთ easy peasy development-ზე, ანუ როგორ შეიძლება ავაწყოთ ვებსაიტები ძალიან მარტივად. წინა CyberTalk-ების მანძილზე პერიოდში ჩვენ ვისაუბრეთ Python-ზე, ვისაუბრეთ front-end development-ზე, ხო, HTML, CSS-ი გავიარეთ. ნახეთ ყველაფერი რა საკეთებდა, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ესენი და როდის ვიყენებთ, ვირჩევთ უშუალოდ წერის რაღაც ამ კონკრეტულ მეთოდებს და პრინციპში ვინც უკვე კურსზე შემოგვიერთდა, ან გაეცნო მცირედით უკვე რა ხდება Python-ში, რა ხდება front-end development-ში, ცოტა ხანში ვისაუბრებთ უკვე კიდე back-end development-ს გვექნება CyberTalk-ი ცალკე. მე უკვე ვნახავთ უშუალოდ back-საც არში ვიყენებთ. მანამდე მინდა გავიაროთ უკვე ჩემი სფერო. ეს არის WordPress-ი. და ეხლა დავიწყოთ უშუალოდ რა არის ეს WordPress და რაში ვიყენებთ, რატომ უნდა ავირჩიოთ WordPress-ი, რისთვის, როდის გამოვიყენოთ, როდის არის რაღაცა კარგი ვარიანტი ამისი არჩევა და ასე შემდეგ. მოდი შემოვიტან მე ეხლა ჩემს სლაიდებს. აი ესე. ესე იგი, რა არის WordPress? და რატო გაჩნდა საერთოდ ასეთი რაღაცის ძრავის შექმნის აუცილებლობა, ხო? WordPress-ი შეიქმნა 2003 წელს. ეს იყო ის პერიოდი, როცა ვებსაიტებზე მოთხოვნა გაიზარდა რაღაცა არანორმალურად. და შემოვიდა რაღაც web 2.0-ის პრინციპი და ყველა რაღაც ონლაინ ყველას მომდა მოკლედ ონლაინში რაღაცების კეთება. თუმცა არ არსებობდა ესეთი თული, რომელიც კოდინგის სკილების გარეშე საშუალებას მისცემდა ადამიანს, რომ ეს ყველაფერი ეკეთებინა. ამიტომაც დაჯდა რამდენიმე ათეული დეველოპერი და დაწერეს რეალურად PHP-ზე, PHP-ს იყენებს WordPress-ი. ძრავი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ კოდინგის გარეშე შევძლოთ ვებსაიტების შექმნა. ეხლა რა ნიშნავს კოდინგის გარეშე? ჩვენ ვიცით და აქამდე უკვე CyberTalk-ებში ვახსენეთ, რომ ყველა ვებსაიტი მუშაობს რაღაცა შესაბამის პროგრამულ ენებზე. ხო, ეს იქნება Python, ეს იქნება Node.js, C# თუ ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა სჭირდება რაღაც პროგრამული ენა, რომ მომხმარებლისთვის ბრაუზერისთვის კითხვადი ენით ასე გადმოვცეთ რაღაცა ტიპის ინფორმაცია და იმ სახით მივიღოთ, რასაც ჩვენ ახლა დღეს უკვე ვებსაიტებს უწოდებთ. ვებსაიტები შეიძლება იყოს ძალიან ბევრნაირი. შეიძლება იყოს ონლაინ მაღაზიები, ბლოგები, რაღაცა ჯავშნის სისტემები ქონდეს სასტუმროებს, იყოს რაღაცა ტიპის ტურისტული ვებსაიტები და ასე შემდეგ. თუმცა ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი შრომა და რეალურად დრო დგას, ხო? მაგალითად front-end-ი იწერება რაღაც HTML, CSS, JavaScript-ზე. არსებობს framework-ები, ხო? JavaScript-ის framework-ები არსებობს, რაღაცა CSS-ის ბიბლიოთეკები, აი Bootstrap-ი ექნება ხარ CSS-ი, კიდევ ბევრი ესეთი რაღაცა არის, რომელიც მარტივად საშუალებას გვაძლევს, რომ მარტივად დავწეროთ ესეთი რაღაცეები. მაგრამ რეალურად ანუ იმ პერიოდში, როცა ჩვენ შევეხეთ უშუალოდ ვებ სისტემას, ბრაუზერი გავხსენით, ნახეთ რომ რაღაცები არსებობდა და ასე შემდეგ, მივხვდით რომ რეალურად დამოუკიდებლად ძალიან რთული იყო ამ ენების გარეშე ესეთი ვიზუალების მიღება. პირვანდელი ვებსაიტები იყო ძალიან მარტივი. იყო მხოლოდ ტექსტები, ამ ტექსტებზე იყო რაღაცა ფერები, მათი background ფერები იყო და მათ შორის დაშორებებით იქნებოდა ხოლმე ვებსაიტები. მაშინ როცა მაშინ არ იყო რა თქმა უნდა ისეთი დიდი მოთხოვნა რაღაცა UI design-ზე, როგორც დღეს არის. მის მერე ძალიან განვითარდა უკვე ჩვენი ვებსამყარო და ვებსაიტები. პირვანდელ ვებსაიტებს რო შევხედოთ, რადიკალური სხვაობა არის. თავიდან საერთოდ ვებსაიტებს იყენებდნენ მხოლოდ რაღაც სამთავრობო სტრუქტურები, ან იყენებდნენ მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემები, უნივერსიტეტები, რაღაც კვლევითი ცენტრები და ასე შემდეგ, რომ მეცნიერებას ქონოდა საშუალება, ან რაღაც სამთავრობო უწყებებს ქონოდა საშუალება, რომ ერთ სივრცეში მოექციათ ეს ყველაფერი. მაგრამ მე უკვე როცა web 2.0 შემოვიდა, მომხმარებელსაც მიეცა უკვე ამის საშუალება, ყველას მიეცა იმისი შესაძლებლობა, რომ შეექმნა საკუთარი ვებსაიტი, გამოექვეყნებინა საკუთარი პოსტები ვებ სივრცეში და უკვე მომხმარებლისთვის ეჩვენებინა მისთვის საინტერესო ინფორმაცია. მოხდა ამ ვებსაიტების დანაწილება დომეინ სახელებზე. თუ ადრე რაღაცა იყო სულ რამდენიმე ვებსაიტი, რომელსაც დიდი სამთავრობო ორგანიზაციები იყენებდნენ მხოლოდ და კომპიუტერებიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა დიდ სტრუქტურებში, ეხლა უკვე ყველას გაუშვდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ ვებსაიტებზე შესულიყვნენ და შესაბამისად გაჩნდა ასევე დიდი მოთხოვნაც ამ ვებსაიტებზე და ამ ონლაინ პლატფორმებზე. დაიწყო პირველი ონლაინ მაღაზიების შექმნა, დაიწყო რაღაცა ბლოგი, უამრავი ბლოგი შეიქმნა თავიდანვე და არ იყვნენ რეალურად ბაზარზე არ იყო ადამიანი, ან ძალიან ცოტა იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო რომ ესეთი ლეიაუთები აეწყო, ან მომხმარებლის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. შესაბამისად
გაჩნდა სისტემის შექმნის აუცილებლობა, რომელიც მოგცემდა იმის საშუალებას, რომ შეგვექმნა ვებსაიტები კოდის წერის გარეშე და არ გვეძებნა ძალიან რაღაცა დეველოპერები და შესაბამისად არ დაგვეზოგა უკვე ჩვენი რესურსები. თუმცა რაღაცა პერიოდის შემდეგ WordPress-იც განვითარდა, ძალიან ბევრი რაღაცები დაემატა ამასაც და თუ WordPress-ი ამჟამად განკუთვნილი არის იმისთვის, რომ მომხმარებელს საშუალება მისცეს მარტივად, სწრაფად და იაფად შექმნას ვებსაიტი, WordPress-ის ფუნქციების ზრდასთან ერთად ძალიან გართულა უკვე ჩვეულებრივი basic ტიპის მომხმარებლისთვის რაღაცა ფუნქციონალების შექმნა, პლაგინების ინსტალაცია შემოვიდა, რაღაცა თემები შემოვიდა, რომელიც საშუალებას იძლევა უამრავი ფუნქცია ჩავაშენოთ ამ ვებსაიტში, შექმნათ სხვადასხვა ტიპის layout-ები, ხო? სხვადასხვანაირად დავალაგოთ ერთმანეთის გვერდით რაღაცა კონტენტის space-ების გარდა, რაც იყო პირველ ვებსაიტებზე, აქ საშუალება გვაქვს უკვე რომ რაღაცა fully customizable layout-ები ვაკეთოთ, ხო? back-ში რაღაცა შევცვალოთ ვიზუალურად და არა კოდში. და მე ეს ყველაფერი გამოვუტანოთ უკვე მომხმარებელს. საშუალება მოგვეცა რომ ონლაინ გავყიდოთ რაღაცეები და ონლაინ მაღაზიები შევქმნათ საერთოდ კოდის ჩარევის გარეშე და შეიქმნა უამრავი პლაგინები, ანუ ფუნქციური ერთეულები, რომლებიც ამის საშუალებას იძლევიან უფასოდ. გაჩნდნენ სხვადასხვა ტიპის დეველოპერები, რომლებიც ასეთ ფუნქციონალებს წერდნენ WordPress-ისთვის. გაჩნდნენ დეველოპერები, რომლებმაც დაიწყეს თემების გაკეთება, ანუ ვიზუალური კონტენტის შექმნა. ასევე მე უკვე როცა ეს ყველაფერი გართულა და ამდენი ადამიანი ჩაერთო უკვე საქმეში, უკვე გაჩნდა იმის საჭიროებაც, რომ წამოსული იყვნენ უკვე ბაზარზე WordPress დეველოპერებიც, ანუ ხალხი, რომელიც basic ტიპის მომხმარებელს, რომელსაც უკვე ერთულებოდა, ან უბრალოდ დრო არ ქონდა რაღაცების გასარჩევად, ხო, დამეთანხმებით იმაში, რომ აი ვთქვათ, ნებისმიერ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი რომ ავიღოთ, შეიძლება უნდოდეს კომპანიას დაჭირდეს რაღაც ვებსაიტი და WordPress-ი ძალიან მარტივია ამის შექმნა, თუმცა ამ მარკეტინგის მენეჯერს შეიძლება საერთოდ არ ქონდეს იმისი დრო, რომ 10 საათი ტუტორიალებს უყუროს, გაარჩიოს ეს 10 საათი, რაც საშუალოდ რაღაც ერთ თვეს მაინც წაართმევს, რომ ისწავლოს რაღაცეები და ეს კარგად მიიღოს რაღაც ეს ცოდნა და ამ შემთხვევაში უკვე ჭირდება ადამიანი, ვინც უკვე იცის, დამუღამებულია ბრჭყალებში, რო ვთქვათ, როგორ უნდა აიწყოს ეს ყველაფერი ერთმანეთზე, როგორ უნდა გამოიყენოს ამ ადამიანმა პლაგინები, ფუნქციონალური ერთეულები, იქ დაამატოს გადახდის ფუნქცია, იქ რაღაცა ბანკთან რაღაცები გაარკვიოს, გადახდის ამბებში, რეკვესტების ამბებში, შექმნას რაღაცა ჯავშნების სისტემა, შექმნას იმეილების სისტემა, სერვერზე ოპტიმიზაცია გაუკეთოს ამ ყველაფერს, რომ ვებსაიტი მალე ჩაიტვირთოს და მოკლედ საჭირო გახდა, რომ WordPress დეველოპერებიც გამოჩენილიყვნენ ბაზარზე. და მალე პრინციპში ესეც მოხდა. WordPress-ი სულ მალე დაიხვეწა, დაახლოებით 4-5 წელიწადში უკვე ძალიან ბევრი რაღაც მოდიფიკაცია შევიდა WordPress-ში, ვერსიების სახით გამოვიდა ეს ყველაფერი და დღეს ბაზარზე უკვე WordPress-ი იკავებს დაახლოებით სად იყო? იკავებს უკვე 36.8%, ეს არის ყველა ვებსაიტი ერთიანად რო აიღოთ, მის 36.8% არის უკვე WordPress-ის ვებსაიტები, რაც არის CMS ბაზრის 61%. ანუ არის კიდევ ბაზარზე ამით იმის თქმა მინდა, რომ არის კიდევ ბაზარზე ბევრი არჩევანი, როგორც არის თუნდაც თქვენთვის ნაცნობი დარწმუნებული რომ იცით, ეს არის Wix-ი, არის Shopify, არის Joomla, Drupal და ასე შემდეგ კიდევ არის ძალიან ბევრი, ხო? არის Magento, ანუ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიების და პლატფორმების რაღაცა ვებსაიტების შექმნელი პლატფორმები არის ესენი. თუმცა WordPress არის ყველაზე პოპულარული მათ შორის და რაღაც რამდენიმე მილიონ ვებსაიტამდე არის ამაზე შექმნილი. შესაბამისად WordPress-ის WordPress-ი ამხელა მოთხოვნამ საჭიროება შექმნა იმისი ასევე რომ გაუმჯობესებული იყო მისი UI UX დიზაინი, როგორც back-end-ში, ასევე front-end-ში. ეხლა ამაში რა იგულისხმება? ყველა CMS სისტემას თუ დავაკვირდებით, ეს იქნება კოდში დაწერილი თუ რაღაც რომელიმე ძრავი, ყველა გავს თითქმის WordPress, ძალიან ბევრი მაქვს ნანახი და ძალიან ბევრ მსგავსებას ვხედავ ამ ძრავებს შორის. იმიტომ რომ ამხელა community-ის ერთად შეკრებამ ძალიან ბევრი feedback-ი მოაგროვა უკვე WordPress-ის ძრავში. შესაბამისად, ამაზე ეხლა მუშაობს უკვე რაღაცა ბნელი რაინდები, აი რაღაც ბეტმენის სიტყვებისავით არის რაღაც ეგრე გამოდის, რაღაცა უკან სიგნალეში დგანან ეს რაინდები და ყოველდღიურად აუმჯობესებენ ამ feedback-ებს ითვალისწინებენ და ქმნიან ჩვენთვის საუკეთესო user experience, რომ მომხმარებელს ძალიან გაუმარტივდეს ამხელა ფუნქციონალში ძიება და არ დაიკარგოს მარტივად, ხო? ამიტომაც ძალიან მარტივად იქნება პოსტები იდება, იქნება page-ები, იქნება რაღაცა გვერდების layout-ები ლამაზად, ანუ ბილდერები არსებობს ამისთვის, რომელიც მოგვიანებით გამოვიდა. თუმცა ეს ყველაფერი ახლა იმპლემენტირებულია უკვე WordPress-ის ძრავში და ყველაფერი ძალიან მარტივად გამოდის. ეხლა ნახოთ უშუალოდ რა ხდება თვითონ WordPress-ში, როგორ შეიძლება რომ WordPress-ი მოвихმაროთ. არის ორი ტიპის WordPress-ის ვებსაიტები. მოდი ცოტა ხანი ჩემს კამერას გავთიშავ, იმიტომ რომ აშკარად visuals ფარავს ჩემი სლაიდებისას.
არსებობს ორი ტიპის ვებსაიტი. უბრალოდ ახლა არ ვიცი, ხმას გაიგებ თუ არა. კაი, მოდი იყოს ჩემი ვიზუალიც, არ ვიცი უბრალოდ ხმა მე დაიკარგება თუ არა. თუმცა იყოს ეს. ხო, არსებობს ორი ტიპის WordPress ვებსაიტები. ერთი არის wordpress.com და მეორე არის wordpress.org. მოდი ცოტათი ზემოთ გამოვიტან მაგას. სად არის? აი ესე უფრო ჩანს მე მგონი. ესე უფრო ჩანს. არის ორი ტიპის WordPress ვებსაიტები, wordpress.com, wordpress.org. ეხლა რა ხდება და რა განსხვავება არის ამათ შორის? პირველი არის wordpress.com, რომელიც რაღაცა ლიმიტებში გვაქცევს ჩვენ და ნუ ინგლისურად რატომ იწერია ამას გეტყვით, ეს არის იმის გამო, რომ ქართულად უბრალოდ ფონტი არ მომეწონა და დავიწყე ყველაფერი მე გადავიყვანე უკვე ინგლისურზე. ესე იგი, wordpress.com-ზე შეგვიძლია რომ შევქმნათ ვებსაიტები უფასოდ, სრულიად უფასოდ შევიდეთ. ეს ყველაფერი რაზეც საუბრობ ხა არის უფასო. ანუ ის რამდენიმე 1000 დეველოპერი, რომელიც ახლა ზის და რაღაც ფიდბექებს ითვალისწინებს, რაღაც აუმჯობესებს რაღაცებს. სად არის წამი ეს? ვინც ახლა ზის და აუმჯობესებს ესეთ რაღაცებს? ჩანაწერი, მოდი კომენტარითაც უპასუხებ, უცებ ჩანაწერი იქნება კი. ხო, თუ ის მოდა ხმა ვიდეოს გარშეც, მაშინ გავთიშა ვიდეოს და უფრო კარგად დაგანახებთ ჩემს სლაიდებს. ესე იგი, wordpress.com-ზე შეგვიძლია შევქმნათ ეს ვებსაიტი სრულიად უფასოდ. ხო, დავაინსტალიროთ რაღაცა ჩვენი საკუთარი ლეიაუთები, რაღაცა ავაწყოთ იქ, თუმცა ამ ყველაფერში ვარ შეზღუდული. WordPress აქვს თავისი copyright-ის სისტემა და აქვს რაღაც თავის privacy policy, რომელმაც შეიძლება დაგბლოკოს და თუ ოდნავ მაინც WordPress-ის სტანდარტებს არ მოვერგებით რაღაცაში, შეიძლება რომ WordPress-მა ჩვენი ვებსაიტი წაშალოს ჩვენ უკითხავად. შესაბამისად, ეს არის დიდი რისკი. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცეები აირიოს და რაღაცა უცებ ვერ გავითვალისწინოთ. მეორე არის რომ WordPress-ში ამხელა დიდი დაგროვილი ცოდნის გამოყენება, რაც არის პლაგინები და თემები, შეუძლებელია, იმიტომ რომ WordPress-ი ამაში გზღუდავს. და მეოთხე არის დომეინი. ჩვენი დომეინი რაღაცა ისე სიმღერასავით ჟღერს, არ შეგვიძლია რომ custom domain-ი გქონდეს ჩვენ პირობით, აი unilab.com-ი რომ გქონდეს, ეგეთი რაღაცა არ შემიძლია. აუცილებლად უნდა იყოს რაღაცა subdomain-ზე განაწილებული unilab.wordpress.com. ესეთი რაღაცა არის. თუმცა WordPress.org-ს რაც შეეხება, ერთ მხარეს რომ გადმოვიდე მეორეზე, WordPress.org-ი არის ძრავი, რომელსაც WordPress-ის კომპანია მთლიანად გვაძლევს ჩვენ, შეგვიძლია გადმოვიწეროთ WordPress.org-დან და დავაინსტალიროთ უკვე ჩვენს კომპიუტერში. ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ლოკალურ სერვერზე, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ hosting server-ზე, ავტვირთოთ ძრავი და შემდეგ უკვე დავიწყოთ ამ ყველაფრის მოდიფიკაცია. პირველი, ნუ WordPress.org-დან გადმოწერილი კოდის ძრავას არანაირი ლიმიტები არ აქვს. თუ მაგალითად WordPress.com-ი გზღუდავდა პლაგინებს და თემებში, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ ThemeForest-ზე უამრავი თემა, უამრავი ლიცენზირებული პლაგინი. საქართველოში ყავს WordPress დეველოპერები, რომლებიც ქმნიან საჭირო კონტენტს, მაგალითად ეს არის საბანკო სისტემები, რაღაცა ჯავშნის სისტემები, საგადასახადო სისტემები და ასე შემდეგ. ხო და შეგვიძლია მათი პლაგინები ძალიან თავისუფლად გამოვიყენოთ, მაშინ როცა ასეთი ადამიანების რაღაც ნაშრომს ჩვენ ვერ ვიყენებთ უკვე WordPress.com-ზე. ასევე WordPress.com-ი გრძელავს რეკლამების მონეტიზაციას. ეს იმიტომ რომ Google-ის იმპლემენტაცია, Google Ads-ის იმპლემენტაცია არ ხდება იმას შესაბამისად ვერ ხედავთ უკვე მაგ რეკლამებსაც უკვე WordPress.com-ზე. ასევე WordPress.com-ს არ აქვს ონლაინ მაღაზიის შექმნის ოფშენები. და საერთოდ WordPress.org-ზე რაც გინდათ აკეთეთ, თუ გინდათ გამოიყენეთ ბილდერები, რაც არის მაგალითად გვერდის შესაქმნელად რომ გამოიყენება ლამაზად უბრალოდ basic skill set-ის ტიპმა რომ გამოიყენოს ეს ყველაფერი. თუმცა ვინც ცოტა advanced-ია და იცის საქმე როგორ აკეთოს, თუნდაც HTML, CSS, JavaScript იცის და ცოტა კიდე PHP, შეუძლია რომ მარტივად დაწეროს layout-ები, ისეთი როგორიც უნდა, როგორც გაუხარდება და WordPress-ის backend-ს, ანუ control panel-ს მიაბას უკვე ძალიან თავისუფლად. ეხლა რა ხდება, ალბათ გაინტერესებთ უკვე, როგორი არის რეალურად WordPress-ის პროექტების ანაზღაურება და როგორი არის deadline-ები. ძალიან ხშირად გექნება თუ WordPress-ზე ეჭიდებით და გინდათ რომ ისწავლოთ. ხშირად გეტყვიან ხოლმე, ვინც გაიგებს რომ WordPress აკეთებთ, გეტყვიან მოვლენ და ბლოგი მაგ გასაკეთებელი და რა დაჯდება. მერე მოვლენ გეტყვიან და ონლაინ მაღაზია მინდა და რამდენში აკეთებ, ან რა დრო დაჭირდება. ამ ყველაფერზე არის ერთი მარტივი კითხვა, ეს არის გააჩნია, ხო ყველაფერს გააჩნია development-ში, მისი სირთულიდან გამომდინარე, ფუნქციებიდან გამომდინარე, layout-ის სირთულიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ესეთი რაღაცა ხდება.
WordPress-ი თავის მხრივ შეიცავს ძალიან ბევრ რაღაც ბიბლიოთეკას, ძალიან ბევრ კოდის რესურსს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ნუ შეგვიძლია დავინახოთ თუ WordPress ორგზა მუშაობთ. შეგვიძლია ვნახოთ ეს ყველაფერი, თუმცა ძირითადად ამას არ ვეხებთ, იმიტომ რომ ყველაფერი არის უკვე მზად არის იმისთვის, რომ basic level-ის მომხმარებელმა გამოიყენოს ეს ყველაფერი. ამაში შეიძლება ცოტა advanced ტიპმა გამოიყენოს PHP-ც, დაწეროს JavaScript-იც. WordPress developer-მა ასევე უნდა იცოდეს რაღაც პლაგინები როგორ გამოიყენოს, იმიტომ რომ ეს პლაგინებიც რეალურად ვიღაცის დაწერილია. ამ პლაგინებს რეალურად კიდევ შიგნით აქვს რაღაც ტიპის ფუნქციონალები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ როგორ მუშაობს. უნდა ტესტოთ რაღაცები, აკეთოთ, რომ მიხვდეთ როგორ კეთდება ეს ყველაფერი და როგორ უნდა გამოიყენოთ, თუნდაც შექმნათ სლაიდერი ან შექმნათ რაღაცა გვერდის layout-ი. თუ builders არ იცნობთ, ცოტა ნორმალურად, ცოტათი რთული არის, რომ შექმნათ რაღაცა. ამიტომაც მე გჭირდებათ, WordPress developer-ობა ვისაც უნდა, ყველა ვარიანტში უნდა დაიწყოს რაღაც ტუტორიალების ყურება. ასეთი არის ძალიან ბევრი YouTube channel-ი, ამას ჩავაგდებ უკვე live-ის ბოლოს კომენტარებში. შეგიძლიათ რომ თქვენც ნახოთ, თუ დაინტერესდებით ამაზე, ასევე უნილაბის ვიდეო ლექციებიც იტვირთება YouTube-ზე და მაგასაც მიყევით. ასევე WordPress developer-მა აუცილებლად უნდა იცოდეს, ჩემი აზრით, PHP, JavaScript, HTML, CSS, თუმცა ამის გარდა არის კიდევ ბევრი რაღაცა, რაც უნდა იცოდეს, ხო? ეს არის error handling-ი, მაგალითად, როგორ გამოასწოროს რაღაცა ტიპის error-ები, როგორ ეძებოს რაღაცა პრობლემა, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს website-ს, იმიტომ რომ რადგან ძალიან ბევრ ბიბლიოთეკას მოიცავს WordPress-ი, ასევე შეიძლება ძალიან მარტივად გავაფუჭოთ რაღაცა. პირობითად ერთი ხაზი რომ წავშალოთ, რაღაც შეიძლება სულ რაღაც აფეთქდეს ჩვენი website-ი და ამ დროს პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ, უბრალოდ უნდა დავიწყოთ სწორად შესაბამისად Google-ა რაღაცეების, ხო? დღეს ამითი მე მოვრჩები ჩემს სლაიდებს და ეხლა მინდა რომ მცირე მასტერ-კლასი მოგიწყოთ, ჯერ განახოთ უშუალოდ როგორ შეიძლება მოძებნოთ შესაბამისი ინფორმაციები WordPress-ის შესახებ და მერე უკვე ვნახოთ როგორ შეიძლება ავაწყოთ მარტივი ტიპის ვებსაიტი WordPress-ის ძრავზე. ჯერ აი მაგალითად ამოგვივარდა რაღაცა ტიპის error-ი, ხო? მაგალითად 503. 503 error, ყველა error-ს აქვს თავისი კოდი. მოდი ამ frames მე მოვხსნით ცოტა ხანი, რომ უფრო კარგად დაინახოთ რაღაცეები. აი ესე. აჰა, მე მგონი ახლა უკეთესად ჩანს თქვენთან ყველაფერი. მაგალითად, როგორ გამოვასწოროთ 503 error-ი WordPress-ში. შეგვიძლია უბრალოდ ძალიან მარტივად უნდა დავგულოთ ეს ყველაფერი 503 რაღაცა error WordPress-ი და ამოვარდება ძალიან ბევრი რესურსი. ეს არის ვიდეო რესურსი, დოკუმენტაცია, იქნება რაღაცა Stack Overflow-ზე რაღაცა რჩევები და ასე შემდეგ. ხო, Stack Overflow არის საიტი, სადაც ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი უკვე არსებობს. WordPress-ის უპირატესობა კიდევ არის ის, რომ როცა ჩვენ რაღაცა ძრავში მუშაობთ და ეს ძრავი არის ყველაზე პოპულარული მსოფლიოში, თქვენ თუ რაღაც error-ი ამოგივარდა, ჩათვალეთ, რომ მანამდე მილიონ ადამიანს იგივე error-ი უკვე ჰქონდა. შესაბამისად, ამ მილიონმა ადამიანმა უკვე ეძება ამაზე პასუხი და შეიძლება კიდევ 9 მილიონმა ადამიანმა ამაზე პასუხი გასცა. შესაბამისად, Google არის უზარმაზარი ბაზა იმისა, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ რაღაც ტიპის შეცდომები, ან როგორ ვისწავლოთ რაღაც სწორად რაღაცის კეთება. შესაბამისად, აი თუ მე პირველივეში შევალ, აი ეს Web Beginner-ი არის ჩემი ერთ-ერთი favorite website-ი, სადაც ძალიან კარგად არის ხოლმე აღწერილი ყველაფერი, როგორ შეიძლება რომ გამოვასწოროთ ეს error-ი. აი მაგალითად, აქ ეგრევე ჩანს და გვეუბნებიან, რომ პირველი რასაც შეიძლება გამოეწვია 503 error-ი, შეიძლება იყოს პლაგინები. უბრალოდ გვეუბნებიან, რომ გადაარქვით სახელი plugins და შეიძლება რაღაცა გამოსწოროთ. თუ მაგან არ იმუშავა, კიდევ ძალიან ბევრი რაღაცეები იქნება ქვემოთ მოცემული, რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს 503 error-ი და როგორ შეიძლება ამის handling-ი გავაკეთოთ. ანუ გამოვასწოროთ მე ეს ყველაფერი. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ WordPress-ის მხარეს, რა ხდება და როგორ ხდება. იმისთვის რომ WordPress-ის ძრავზე ვიმუშაოთ რაღაცაზე, რაღაცა რომ გავაკეთოთ, ამისთვის აუცილებელია გქონდეს software-ი კომპიუტერში, რადგან ახლა ჩვენ სერვერზე არ ვმუშაობთ უშუალოდ, მოდი გავასერვეროთ ჩვენი კონკრეტული device, ჩემი მაგალითად ლეპტოპი ამ შემთხვევაში. ამისთვის დაგჭირდებათ soft-ი, რასაც ქვია XAMPP, XAMPP, WAMP, MAMP, სამივე soft-ი მუშაობს. მე ვიყენებ XAMPP-ს, ეს მუშაობს როგორც ასევე Windows-ზე, მუშაობს ასევე Mac-ზე, ხო? როგორც კი ამას დაინსტალირებთ, უნდა დასტარტოთ პირველი ორი სერვისი, რაც არის Apache სერვერი და მეორე არის MySQL-ის მონაცემთა ბაზა. რასაც მე უკვე PHP MyAdmin-დან მივწვევი. მე ეს ორი დავსტარტე უკვე, მე შემიძლია გადმოვიდე ბრაუზერში. აი აქეთ მხარეს და აქ უნდა დავწერო უბრალოდ localhost-ი. Localhost როგორც კი დავწერ, აქ ამოვარდება ფოლდერები, რომლებშიც მოცემული არის
WordPress-ისთვის საჭირო ფაილები. ამ შემთხვევაში მე რამდენიმე ვებსაიტი მაქვს უკვე localhost-ი დადებული და ჩემთან ბევრი ფოლდერებია, მაგრამ თქვენთან შეიძლება ცოტათი უფრო ნაკლები იყოს. დაგხვდებათ უბრალოდ dashboard-ი, დაგხვდებათ favicon-ი, დაგხვდებათ XAMPP-ი და მეტი არაფერი. დანარჩენები არის ჩემი შექმნილი ყველაფერი. ეხლა რა ხდება, როგორ უნდა მივწვდე, როგორ უნდა შევქმნა ვებსაიტი, როცა WordPress-ის localhost-ზე ვმუშაობ. ამ შემთხვევაში მე დამჭირდება რომ შევიდე ჩემ ფაილურ სისტემაში. აი, C-დისკზე მაქვს ეს ვიცი, პრინციპში ეს სულ ვიყო რატო გამოვედი. უნდა შევიდე აქეთ მხარეს XAMPP-ის ფოლდერში გადავედი, აქ უნდა ვიპოვო htdocs-ი, ძალიან ბევრი ფოლდერია, თუმცა თქვენ არაფერში არ გჭირდებათ ეს ყველაფერი. htdocs-ში შევალ და აქ ვიპოვე ზუსტად იგივე ფოლდერებს, რაც აქ არის მოცემული ჩემ ბრაუზერში. შესაბამისად, აქ უკვე უნდა შევქმნათ ჩემი რაღაცა subdirectory-ა, რომელიც აკრეფის დროსაც ამოვარდება უკვე ჩემი შესაბამისი ვებსაიტი. ამ შემთხვევაში შემიძლია გავაკეთო უკვე აი ერთი ის გავაკეთე, ფოლდერი მაქვს გაკეთებული Unilev CyberTalk-ი, თუმცა თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა ჩვეულებრივად იქნება მაშინ ფოლდერი, არაფერი პრობლემა არ არის. და ამ ფოლდერში უკვე უნდა ჩაინსტალიროთ თქვენ WordPress-ის ძრავა. ეხლა მე უკვე ეს გადმოწერილი მაქვს ეს WordPress-ის ძრავა, მაგრამ მოდი ვნახოთ რეალურად საიდან უნდა გადმოიწეროთ ეს ყველაფერი, ხო? აი WordPress რაღაც 5.1.4 დაყენებ ჩამოწერილი მაქვს უკვე WordPress-ის საიტიდან. ამისთვის უნდა შეხვიდეთ WordPress.org-ზე, რაც ვახსენე უკვე. WordPress.org-ი, get WordPress და აი ვიწერთ ჩვეულებრივად. ვისაც XAMPP-ის გადმოწერა უნდა, download XAMPP. დაგუგლეთ უბრალოდ და პირველივე option-ში შეხვალთ, ნახავთ აქ თქვენი ოპერაციული სისტემის შესაბამისად გადმოიწერთ უკვე XAMPP-ის ვერსიას. დააკვირდით ასევე რომელი Windows-ი გიყენებთ 32 თუ 64 ბიტიანი, იმიტომ რომ მაგასაც მნიშვნელობა აქვს აპლიკაციის გაშვების დროს. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ უცებ და დავაინსტალიროთ ახლა შევქმნათ ძალიან მალე ჩვენი პატარა ვებსაიტი. მე ჩამოწერილი მაქვს ეს, ამას ამოვარქივებ ახლა უბრალოდ extract files იგივე დირექტორიაში. ახლა დავაწეროთ რაღაცები, ალბათ ჩაგდებული უკვე. და აქ უნდა გაჩნდეს აი WordPress 5.1.4. აი აქ არის მოცემული WordPress-ის ძრავის ფაილები. ეს არის ყველა ფაილი, რასაც კი WordPress-ის ძრავი შეიცავს. ეს იქნება WordPress.org-ზე თუ WordPress.com-ზე, მნიშვნელობა არ აქვს, ყველგან არის ერთი და იგივე ფაილები. ამას მიეჩვევით მე ცოტა ხანში თუ WordPress-ზე დაიწყებთ მუშაობა, ძალიან მარტივია. ამას აქედან ამოვაკოპირებ და წავიღებ, ჩავაგდებ ახლა Unilev CyberTalk-ში. დავუშვათ, დაველოდოთ ცოტა ხანი რომ ჩაინსტალირდეს. აი ეს. ახლა ჩვენ თუ მოდი შევამოწმოთ რომ აქ არის htdocs-ში შემოვდივართ. htdocs-ი არის ფოლდერი, რომელიც აკრეფის დროსაც მომხმარებელს, ან დომენის აკრეფის დროსაც მომხმარებელს htdocs-ის ყველა ფოლდერი უჩანს. ან თუ გვინდა მომხმარებელმა რამე დაინახოს, htdocs-ში უნდა ჩავაგდოთ აუცილებლად. ამას შეიძლება სერვერზე ზოგან htdocs-ი ერქვა, შეიძლება ერქვას public HTML, შეიძლება 3W ერქვას, ან მნიშვნელობა არ აქვს, აი სამი რაღაც ვარიაცია შეგხვდებათ ხოლმე ძალიან ხშირად. თუმცა არ დაიბნეთ სხვა რაღაცა თუ ეწერება მერე თქვენთან ან სერვერზე ან localhost-ზე. ნუ XAMPP-ს ვინც გამოიყენოთ, ყველგან htdocs-ი იქნება. ეხლა უკვე მოდი, ჩვენ გვაქვს რაღაცა ტიპის subfolder-ი. ეხლა როგორ მივწვდეთ ამ folder-ს? შემიძლია რომ აი ამას დავაჭირო და აქედან უკვე გაიხსნება WordPress-ის ინსტალაციის ფანჯარა, თუმცა ასევე შემიძლია რომ localhost გვერდზე მივაწერო უკვე CyberTalk. Unilev CyberTalk-ი არის. ეს გამიდაწერე Unilev CyberTalk. შესაბამისად გაიხსნა უკვე იგივე. აქედან გვაქვს ენების არჩევის საშუალება. მოცემული არის რამდენიმე ტიპის ენა. ეს არის რაღაც უამრავი და მათ შორის არის აქედან ქართული. თუმცა მე არანაირ რეკომენდაციას არ უწევ ქართული ენის გამოყენებას. ძალიან კარგი თარგმანი არის. მაინც პატივს ვცემ დეველოპერებს, ვინც ეს თარგმნა. თუმცა მგონია რომ ჯობია ინგლისურ ვერსიას მიეჩვიოთ თავიდანვე, იმიტომ რომ search-ის ენა არის ინგლისური და ძალიან გამოგადგებათ თუ ინგლისურად დაიწყებთ რაღაცების კეთებას აქაც. რაღაცას დაგუგლავთ, ყველა ვარიანტში მაინც ინგლისურად მოგიწევთ რაღაცების ნახვა. გავაგრძელოთ ამაზე და ეხლა უკვე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მონაცემთა ბაზა და მივაბათ უკვე ეს ყველაფერი მონაცემთა ბაზას. Let's go-ს რომ დავაჭერ, აქ მომთხოვს უკვე მე მონაცემთა ბაზის შექმნას, მომთხოვს მონაცემთა ბაზის სახელს, username-ს და parole-ს. მე თუ ამას შევქმნი localhost-ზე, ამ შემთხვევაში არ მომეწევს username-ის და parole-ის შექმნა, ავტომატურად გააკეთებს მაგას. მოდი ეხლა იგივე ვნახოთ როგორ ხდება WordPress-ზე MySQL-ის ბაზის გადაბმა. უნდა გადავიდეთ dashboard-ზე, აქ ყველგან იქნება ეს dashboard-ი მოცემული თქვენთან, dashboard-ზე და მე გადავალ PHP-MyAdmin-ში. აქ შემიძლია რომ დავამატო ახალი მონაცემთა ბაზა, დავაწერა მას რაღაცა cyber 1, რაღაცა cyber უკრის დავაწერ. ასე შემეშალა კარგად ვერ დავწერე, ამიტომაც ამას დავაკოპირებ და ისე გადმოვიტან აქეთ მხარეს, აი ესე. ეგ არის, ვერ გადმოვიტანე.
ეს დავაკოპიროთ და ჩავსვათ ამ ადგილზე. ამაში შეგვიძლია ესენი უბრალოდ გავუშიფრავოთ, იმიტომ რომ მონაცემთა ბაზამ ავტომატურ რეჟიმში შექმნა ჩემი მონაცემთა ბაზის username და paroli დამიტოვა უკვე როგორც არიელი string-ი. String-ი არის ტექსტი. გავუშვათ ახლა ეს. აპ, რაღაცა კიდე შეგვეშალა. Cyber აქ უნდა დამეწერა root, იმიტომ რომ root-ი არის default username-ი მონაცემთა ბაზისთვის. Alright party-ს თუ დაგიწერთ, ყველაფერი კარგად არის და შეგვიძლია გავაგრძელოთ უკვე ინსტალაცია. ამით თითქმის მორჩა უკვე ჩვენი ინსტალაცია, დავარქვათ ამას Unilab CyberTalk-ი website-ს. და აქ არის ჩემი default username, რასაც ხშირად ვიყენებ ხოლმე და აქ არის ჩემი paroli. თუმცა იმდენად სუსტია ეს paroli, რომ უნდა მოვნიშნავ, რომ ვეთანხმები ამ parolis გამოყენებას. ჩემი mail-ში ავწერ და ბოლოში უბრალოდ მოვაშორებ შეუზღუდა Google-ის საძიებო სისტემას ჩემი ვებსაიტის ინდექსაცია შეუშლი მოკლედ ხელს. რომ დეველოპმენტის პროცესში მყოფი ვებსაიტი არ დაინდექსიროს, თუმცა ჩემს ლოკალურ ჰოსტზე დაინსტალირებულ ვებსაიტზე მაინც ვერანაირად ვერ მიწვდება უკვე Google-ის საძიებო სისტემა და ვერაფერს ვერ დაინახავს. თუმცა თქვენ თუ სერვერზე იმუშავებთ ხოლმე თავიდან სანამ დაიწყებთ, სანამ უშუალოდ ბოლომდე გაიყვეთ ვებსაიტს, მანამდე გაუთიშეთ ეს ყველაფერი, მერე WordPress-ის დაშბორდზე შიდა მხარეს მაინც შეიძლება ამისი ჩართვა. მე გაუთიშავ ახლა ყოველ შემთხვევისთვის და გავუშვათ უკვე ინსტალაცია. მე მაქვს უკვე საიტის ვებსაიტის სახელი, მაქვს ჩემი username, paroli, შემიძლია დავლოგინდე უკვე და დავიწყო რაღაცეების კეთება ამ შემთხვევაში. პირველი აქ რასაც ვხედავ WordPress-ში ეს არის dashboard-ი, update-ები, შემიძლია თუ დააკვირდებით აქ მხარეს დავდო მარტივად პოსტები, შევქმნა page-ები, რაღაც დავამატო პლაგინები, პლაგინები არის ფუნქციური ერთეულები, ძალიან ბევრი რაღაცის დამატება შეიძლება ამაში, რაც თვითონ WordPress არა აქვს. ესეთი არსებობს მილიონი პლაგინი, ყველას აქვს თავისი რაღაც ინსტრუქცია, დოკუმენტაცია მოყვება და ყველა არის ძალიან მარტივად გასაგები. ამიტომ არის რეალურად WordPress-ი ყველაზე მარტივი ძრავი დღეს და ამიტომ ბაძავს ყველა CMS-ი, content management-ის სისტემა იგივე ამ WordPress-ის ძრავს. ეხლა პირველი რაც ჩვენ გვინდა, უნდა გავამზადოთ WordPress-ის ძრავი ვებსაიტი იმისთვის, რომ დავიწყოთ ამაზე რაღაცების კეთება. ჯერ ვნახოთ, რომ როგორი ვებსაიტი გვაქვს. აი ეს არის ეხლა ამ მომენტში ჩვენი ვებსაიტი, CyberTalk-ზე როგორც კი შემოვალ, ნახავთ რაღაცა აი ესე. თუმცა ეს ლინკი რომ ეხლა თქვენ ჩაწეროთ თქვენ კომპიუტერში, ეს არ იმუშავებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ჩემთან ლოკალურ კომპიუტერში, სხვაგან არსად არ არის. ეხლა მოდით გავამზადოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ვიმუშაოთ მარტივად ამ ყველაფერზე. პირველად დავაინსტალიროთ, მოდი რამე თემა. ავიღოთ. ეს არის default თემა, რაც მოყვება WordPress, თუმცა add news თუ დავაჭერთ, აქ არის რაღაცა ტიპის base-ები. WordPress-ის თემები არის უფასო თემები, რომლებიც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ და მათი რაღაცა მცირე customizable ელემენტები შევიტანოთ. იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით ახლა აი ამის edit-ი რო დავიწყო მე რეალურად, აი sample page-ზე რო გადავალ, აი ამის edit-ი რო დავიწყო. ეს არის ერთი გვერდი, რომელიც მოყვება ხოლმე WordPress default-ად. აი აქ შემოვედი და შემიძლია რაღაცები შევცვალო, თუმცა ეს მე საშუალებას არ მაძლევს რომ რაღაცა ელემენტები დავამატო. ეს არის Gutenberg-ის ედიტორი, რომელიც გამოვიდა WordPress 5.1 ვერსიასთან ერთად, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან მოუხერხებელია და მე არ გირჩევდით რომ ამაზე მუშაობა დაგეწყოთ. დავაცადოთ Gutenberg-ს 1-2 წელი, დაიხვეწოს ეს ყველაფერი მომხმარებელთა ფიდბექები გაითვალისწინონ და დაამსგავსონ რეალურად ნორმალურ builders, რაც საშუალებას მოგცემს რომ პირობით დაისივცები აქედან მოვაშოროთ. საშუალება მოგცეს რომ რაღაცა ამისი ფონტი ძალიან მარტივად შევცვალოთ. საშუალება მოგცეს რომ აქ რაღაცა სურათები შემოვიტანოთ მთლიან layout-ზე, რაღაცა შევქმნათ პოსტები გამოვიტანოთ მარტივად და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცები ამას არ აქვს. Gutenberg-ი ვისაც გაინტერესებთ, აი აქ აქვს ამას ჩაშლილი ძალიან ბევრი ფუნქციონალები, შეგვიძლია აუდიო დავამატოთ, სურათები დავამატოთ, სურათები აუტვირთოთ მერე მაგას და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა შეიძლება ამაში გააკეთოთ. ნორმალურია უკვე ძალიან ბევრი რაღაცები გამოსწორდა, თუმცა ჩემს აზრით ჯერ კიდევ დახვეწამდე ძალიან ბევრი აკლია ამ ყველაფერს. ამიტომაც ამ შემთხვევაში ჩვენ მოდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლაგინი გამოვიყენოთ, ეს არის Visual Composer-ი, იგივე Web Bakery Page Builder-ი. რომელიც ჩემ რომელიღაც ერთ თემას მოყვათ, ბევრი თემები მაქვს ნაყიდი და იქიდან რომელიღაციდან ამოვიღე ეს ყველაფერი. WordPress-ე რაც მინდოდა მე თქვა, მოდი ამ თემას დავაყენებ უბრალოდ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც გინდათ ის დააყენეთ. ყველას აქვს რაღაც თავისი ვიზუალი და თავისი ვიზუალური ეფექტები მოყვება. ასევე ფუნქციონალებიც ძრავში, ხო? გავაქტიურებ WordPress-ე მინდა ვთქვა, რომ დღეს ძალიან გავრცელებულია განულებული კონტენტის გამოყენება WordPress-ში. ეს არის განულებული თემები ან განულებული პლაგინები. რას ნიშნავს ახლა ეს განულებული პლაგინები? მოდით ცოტა ხანი კამერას ჩავრთავ. ამაზე მინდა რომ ცოტა ხანი ვისაუბრო. ეხლა რა არის განულებული თემები და განულებული პლაგინები?
რეალურად ეკონომიკაში უფასო არაფერი არ არის, ვიცით. ვიღაც დეველოპერები აკეთებენ რაღაცებს, ან მაგალითად ქმნიან ამ თემებს, ქმნიან ფუნქციონალებს და მე რეალურად ზიან უკვე სხვა ტიპის დეველოპერები, რომლებსაც უნდათ რომ ეს ყველაფერი უფასოდ გამოიყენონ. ამ ყველაფერს ერთხელ შეიძენენ, მე ჩააშენებენ რაღაცა ტიპის ვირუსებს ამაში და დებენ უკვე ტორენტებზე უფასოდ. ასეთი შეიძლება ძალიან ბევრი ვებსაიტის ნახვა. აი მაგალითად ერთი ვებსაიტი მახსენდება free ესე როგორ არის? nald things etc. და Google ძალიან ბევრი ამოვარდება, აი VPN-ალი და უამრავი ესეთი არის, სადაც შეიძლება რომ ესეთი რაღაც ტიპის ბჭყალებში პირატული კონტენტი ვნახოთ. იგივენაირად როგორც აი FileGZ-ს ხოლმე ძალიან ბევრი რაღაც განულებული ტიპის Photoshop-ები, ილუსტრატორები, ან მაგას ვიყენებთ ალბათ რავი, ყველა ალბათ, ხო? იმიტომ რომ ძალიან ძვირია, მაგრამ მაინც WordPress-ის შემთხვევაში არ ღირს ესეთი რაღაცების გამოყენება, იმიტომ რომ როცა ჩვენ production-ზე ვებსაიტს ვუშვებთ, ამ დროს ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება შეგვექმნას. განულებული თემები შეიცავს ვირუსებს, რომლებიც პირობითად სანამ ჩვენ ვებსაიტზე შევალთ, შეიძლება 10000 ჯერ რედირექტი გააკეთოს სხვა ვებსაიტებზე, რაც rank-ს უკეთებს Google-ში სხვა ტიპის ვებსაიტებს. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, თუმცა საიტი ამითი ნელდება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კოდის დამუშავება უწევს ჩვენს სერვერს, რაც ისედაც შეზღუდული ვარ სერვერულ რესურსებში, ხო? პირობითად შეიძლება რაღაცა ძალიან მარტივი share hosting-ი რო ავიღოთ, რაღაცა 4 გიგაბაიტი ან 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება გქონდეს, რაღაცა 1 და 6 GHz-იანი პროცესორი და ასე შემდეგ, ხო? ასევე კიდე შეიძლება ძალიან მარტივად 3 ან 5 გიგაბაიტი მთლიან Winchester-ის მეხსიერება გქონდეს. როცა ჩვენ განულებულ რაღაცას დავაყენებთ, ძალიან მარტივად ასევე შეიძლება რომ დაიგრუზოს ჩვენი სერვერი და შემდეგ უკვე თუ სერვერი გადაიწურთება ძალიან, უბრალოდ გაითიშება და ამოაგდებს რაღაცა ტიპის errors. ასეთი ტიპის error-ებიც არსებობს და ამას ყველას თავისი კოდი აქვს. მოდი ახლა ამოვიტან ამ ჩემ ეკრანს ისევე და გავაგრძელოთ უშუალოდ ამის development-ის ნაწილი. არანაირად არ გამოიყენოთ ხო ესენი production-ზე. ასეთმა ვირუსებმა შეიძლება პორნო კონტენტი დადოს თქვენ ვებსაიტებზე და დამიჯერეთ არ მოგეწონებათ ნამდვილად რომ რაღაცა ვებსაიტი გაიგეთოთ ვიღაცამ და მე იმაზე შეხვიდეთ ერთხელაც და კომენტარებში რაღაც პორნოგრაფია დაგვხვდეთ ან ნახოთ რომ ვიღაცა ბიტკოინს ყიდის ან იარაღით ვაჭრობს ან ნარკოტიკებით ისეთი ძალიან ბევრია ან რაღაც გასახდომის საშუალებებით თუ გინახავთ ესეთი trash რეკლამები ძალიან ბევრ ვებსაიტზე დარწმუნებული ვარ რომ ნახავდით ოდესღაც ტორენტებთან შეხება ყველა ვარიანტში გექნებოდათ. ეხლა ამას გავანებოთ თავი. ჯობია რომ 50-70 დოლარი გადაიხადოთ, აი ესეთი ვებსაიტი არსებობს, tenforest.com-ი. აი მოტო მარკეტზე გადავალ ხა და აი აქ არის მოკლედ, აქ იყიდება უამრავი კოდის სნიპეტი. ეს არის ფუნქციონალური ნაწილები, რაღაც ბილდერები, პლაგინები, სლაიდერების გასაკეთებლად, იყიდება თემები, რომლებსაც უნიკალური დიზაინი აქვს. იყიდება, არ ვიცი, ძალიან ბევრი HTML-ის ტემპლეიტები, ხო, რომელსაც შეიძლება მარტივად backend-ი მიებას უკან. და მაგათ ძალიან ბევრი რაღაცა არის საჭირო, რაც შეიძლება რომ გამოვიყენოთ. აი მე განახეთ მაგალითად ძალიან ბევრი მაქვს ნაყიდი, production-ზე არც ერთხელ არ გამიკეთებია ვებსაიტი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს რაღაცა განულებულ კონტენტს, იმიტომ რომ ძალიან საშიში არის. ჯერ პატივიცეთ რეალურად სხვა ადამიანების შრომას და მე კიდე პატივიცეთ ასევე ჩვენს კლიენტებსაც და მარტივი გამოსავალი რეალურად ნამდვილად არ არის განულებული თემის გაკეთება. განულებული თემის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სასწავლო მიზნით. თუ პირობითად აი მაგალითად პირველი არის დორი, ხო? ეს არის თემა, რომელსაც აქვს რაღაც თავისი ვიზუალური მხარე. აი მოდი განახებთ რეალურად რა არის ეს თემები. ასე თემებს მე თუ ეხლა ამას დავაინსტალირებ ჩემს WordPress-ის ძრავზე. აი იგივე ვიზუალებს მივიღებ, ხო? ნახეთ, აი ჩაიტვირთოს ეხლა ეს და შეგახედებთ რეალურად რა არის შიგნით. აი აქ არის. აი თქვა გავხსნათ პირველივე ესეთი layout-ი. მე შემიძლია რომ ერთ-ერთში გადმოვიტანო აი აქ ვიზუალები რაც არის, უბრალოდ ამაში კონტენტი შევცვალ და აი ესეთ ლამაზ ვებსაიტს მივიღებ საბოლოოდ, ხო? პრობლემა ამაში არანაირი არ არის, copyright-ი დაცული არის, არავინ არ შეგედავებათ ამის გამოყენებაზე, იმიტომ რომ თქვენ ლიცენზიას ყიდულობთ შესაბამისად. ერთი თემის შემთხვევაში შეგიძლიათ ერთხელ გამოიყენოთ ეს თემა, თუმცა არსებობს რაღაცა multiple ლიცენზიები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, რომ როგორც პლაგინები, ასევე თემები გამოიყენოთ ძალიან ბევრ ვებსაიტებზე და ამას ცოტათი უფრო ის არის ძვირი ღირს ხოლმე, რა თქმა უნდა. ხო და მოკლედ ეს თუ არ იცით როგორ მუშაობს ესეთი თემები, შეგიძლიათ რომ განულებული იპოვოთ, სადმე და დარწმუნებული ვარ რომ იპოვით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ესეთი ვებსაიტი, გადმოწეროთ, დააყენოთ localhost-ზე, გავუშვათ რაღაცები, შეამოწმოთ შიგნით dashboard-ში როგორ არის, როგორ იცვლება რაღაცები, რა ტიპის ფუნქციონალებები აქვს ამ ყველაფერს და მე რაღაცებს დატესტავთ თქვენ შემთხვევაში, თუ მოგეწონებათ, მე იყიდით. თუმცა არ ყველანაირად დაუშვებელია რომ ეს გამოიყენოთ სერვერზე. სერვერზე რაღაცის ატვირთვა ნიშნავს რომ მთლიან სერვერს ავირუსებთ
და ამიტომაც პირობითად ახლა ამ შემთხვევაში WordPress-ის კურსზე არ ვაძლევთ ჩვენ სტუდენტებს საშუალებას რომ სერვერს შეეხონ რაღაც ისე დიდი დოზით და ატვირთონ რაღაცა ვირუსები, იმიტომ რომ არ ვარ დაზღვეული რომ ილიაუნის სერვერი რაღაცა გაუმკლავდება რაღაც ტიპის ვირუსებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და საშიში რაღაცა soft-ი და malware-ი არსებობს ასეთ განულებულ კონტენტში. კაი, მოდი დავუბრუნდეთ უკვე ჩვენთან ძალიან არ გაგვიგრძელდეს რაღაცეები. შევქმნით პრინციპში ეს უკვე მივაბით, გადავაბით ეს აღარ გვჭირდება, ესეც აღარ გვჭირდება, ან პრინციპში მოდი დავაპდეიტოთ, არაფერი არ არის ისეთი. და ეხლა დავიწყოთ უშუალოდ უკვე ვებსაიტის კეთება. დავაინსტალირე თემა და თემას როგორც კი დავაინსტალირებ, ჩემი WordPress-ის ვებსაიტის ვიზუალი უკვე რაღაცნაირად შეიცვლება. წეღარ თუ უბრალოდ მარტივი პოსტი იყო ერთი გამოტანილი, სად არის? ეს მინდა რომ აი უკვე რაღაცა ლუადერი არის, შესაბამისად უკვე ოდნავ გალამაზდა ეს ყველაფერი, ხო, მოშორდა. პირველი არის ერთ-ერთი გვერდი, რომელიც შექმნილია WordPress-ის არის sample page-ი და sample page-ის ქვემოთ არის უკვე მოცემული შესაბამისად პირველივე პოსტი, ანუ ეს არის ერთი default პოსტი, ასევე რომელიც იდება WordPress-ის გვერდზე. ამ გვერდზე რაც ხდება ახლა არის რომ ყოველი ახალი პოსტი, რომელსაც მე დავდებ WordPress-ში, გამოჩნდება აი ამ ადგილზე ერთმანეთის ქვეშ, ან შეიძლება ერთმანეთის გვერდზე გამოჩნდეს, გააჩნია კონკრეტულ თემას, თითოეული როგორ ფუნქციონირებს. აზრი არ აქვს რეალურად კონკრეტულად რაღაცა ფესის სწავლას, ან რაღაცა გზის სწავლას, იმიტომ რომ WordPress-ში თითოეულ თემას აქვს განსხვავებული UI UX დიზაინი და შეიძლება ძალიან განსხვავებულად აქვთ რაღაცები. ამიტომაც სწავლის პროცესშიც ნუ შეეჭიდებით ნურანაირად იმას, რომ ისწავლოთ რაღაცა ერთი თემა და იმის მიხედვით აწყოთ ხოლმე ყველაფერი. ოდესმე მაინც მოგიწევთ რაღაცა ახალ თემაზე შეხება და ეს ახალი თემა სრულიად სხვანაირად აგვხდებათ. ამიტომაც მუდმივად უნდა არჩიოთ ხოლმე ახალ-ახალი რაღაცეები და მერე გამოიმუშავოთ უბრალოდ თქვენი რაღაცა user experience-ი შეიქმნება ისეთი დეველოპერული, რომ მერე ინტუიციურად მიხვდებით, სად შეიძლება რაღაც ტიპის კონტენტი ეძებოთ. პირობითად რომ ავიღოთ, სად შეიძლება ვეძებოთ აი ლოგოს შეცვლა. ამ შემთხვევაში აქ დაიწერა ტექსტურად ჩემი სახელით, თუმცა აი თქვათ მინდა რომ რაღაცა ტიპის სურათი შევიტანო აქ, ხო? აი თავიდან შეიძლება ბევრი რაღაცები ეძებოთ ამაზე, ეს არის customize-ში, აი აქ რო გადავამანდარი, მაგრამ თავიდან შეიძლება ეძებოთ რაღაცებს. შეიძლება საერთოდ customize-ში არ დაგხვდეთ ამ ლოგოს ატვირთვის ოპშენი, შეიძლება თემას ქონდეს სადმე სხვაგან ცალკე ფუნქციონალში ჩაშლილი და იქ უნდა შეხვიდეთ. შესაბამისად მოგიწევთ რომ იკითხოთ ხოლმე ამ თემის დოკუმენტაციები, ნახოთ მათი ტუტორიალები YouTube-ზე, იმიტომ რომ თითქმის ყველა თემას აქვს თავისი YouTube ჩანელი და ხსნია ხოლმე როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ყველაფერი. მოდი ახლა დავიწყოთ უშუალოდ ამ ყველაფრის აწყობა, ხო? მოვამზადოთ ყველაფერი, გჭირდება პირობითად რომ ავტვირთოთ რაღაცა ტიპის ბილდერი, რომელთაც ავაწყობთ უკვე ვებსაიტს. მე უკვე გამზადებული მაქვს ორი პლაგინი, ერთს გამოვიყენებ, მოდი მეორე აღარ გვინდა რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს. სად არის ჩემთან დაუნლოდებში უნდა იყოს JS Composer, ეს არის იგივე Visual Composer-ი, რომელიც საშუალებას მაძლევს რომ მე ვებსაიტი შევქმნა ძალიან მარტივად და კოდი საერთოდ არ დავწერო არაფერში, ან შეიძლება ძალიან მცირე რაღაცაში მომიწიოს installation failed, რატო დამიწერა ახლა ეს. პრინციპში ხო დაინსტალირე რა უნდა. აბა ვნახოთ ახლა პლაგინებში თუ არის. გადმოვიდეთ. პლაგინებში ეს უკვე არის მოცემული, ხო? ეხლა რა ხდება აქეთ მხარეს? აი ამას რასაც უყურებთ. სხვაგან დავაინსტალირე მე რაღაცეები. სხვა WordPress-ში დავაინსტალირე. უნდა გამეხსნა აი ეს. აი აქ არის მოკლედ მოცემული თავიდან ორი ვებსაიტი. ორი ისე ვებსაიტი კი არა, ორი პლაგინი, რაც მოყვება default-ად. პირველი არის anti-spam-ი, რომ მომხმარებელთან მიერ დატოვებულ რაც კომენტარებში იპოვოს ამან ბოტების რაღაცა კონტენტი, მაგალითად პორნოგრაფიას თუ იპოვის ან რაღაცა ისეთი საშინელება რაღაცებს თუ იპოვის, ავტომატურად წაშლის. ან approve-ზე არ გაუკეთებს, ასე შემდეგ pending-ზე გაუშვებს მოკლედ მოთხოვნას. აქედან მოდი დავამატოთ ახლა ჩვენ ერთი პლაგინი, ამას ვერ გააკეთებთ wordpress.com-ზე, ესე upload პლაგინი იმას არ აქვს. გავუშვათ ახლა აქ ჩვენ JS Composer-ი, იქ error იმიტომ დაწერა, რომ უკვე დაინსტალირებული იყო ყველაფერი. ეხლა ამ ყველაფერს აქ რასაც ხედავთ რეალურად უკან მიდის რაღაცა ტიპის ალგორითმი, რომელიც უბრალოდ extracting-ს უკეთებს ამ პლაგინს, ანუ ამოაარქივა zip ფაილი და WordPress-ისთვის კითხვად ფაილად აქცია ეს ყველაფერი. აი ხა რომ გადავიდე, შეგახედოთ folder-ში რა მოხდა აქეთ. სად არის აი CyberTalk-ში რო შევიდეთ, WP content-ში გადავიდეთ, მე გადავიდეთ პლაგინებში და აქ უკვე ამოღებული არის რეალურად zip-დან ეს ჩემ JS Composer-ი, რაც საერთოდ არ იყო მანამდე ამ ადგილზე, ხო? ასევე შემიძლია აი აქ თუ ხედავთ ახლა rev slider-ი საერთოდ არ არის, აქედან თუ ავდგები და რაღაცა შევიტან, რაღაცა ახალ პლაგინს, upload პლაგინი მივცეთ, აი rev slider-ი მაქვს მეორე აქეთ. აი ეს
zip ფაილად შემოვიტანებ, დავაინსტალირებ და უკან ალგორითმი გაეშვება, რომელიც ამას უბრალოდ extract-ს გაუკეთებს. და შესაბამისად აი ref slider-იც მივიღე უკვე ამოარქივებული სახით აქ. ამასაც გავააქტივებ და ქვემოთ უკვე ჩამიგდება მეორე პლაგინი, თუ აქ ეხა მარტო ის გაჩნდა WP Bakery, გაჩნდება უკვე Slider Revolution-იც. დავალოთ ამასაც ესე ჩაერთოს. ამ შემთხვევაში ესენი მთხოვენ მე უკვე update-ებს, იმიტომ რომ ძველი მოძველებული ვერსიები არის, ლიცენზიები რეალურად ამათი არ მაქვს ნაყიდი. თითოეულ თემას, რომელსაც თქვენ იყიდეთ, მოყვება ესეთი პლაგინების რაღაცა კონკრეტული ვერსიები, რომლებიც ლიცენზირებულია, თუმცა თქვენ ავტომატური update-ები არ გეკუთვნით ამით, იმიტომ თითოეული ცალკე პლაგინი რომ იყიდოთ, 50-დან ზემოთ ღირს ან 50-დან $60-მდე ღირს დაახლოებით და კიდე ზემოთ მიდის ფასები რაღაც კონკრეტული შემთხვევების кейსების შემთხვევაში. გადავიდეთ ახლა უშუალოდ დავაინსტალირებთ WP Bakery, მოდი ახლა ისე გავაკეთოთ, რომ პოსტებშიც რომ შევალთ WP Bakery-მა იმუშაოს. ამიტომაც ჯერ General Settings-ში ავდგები, Role Manager-ში page-ების ნაცვლად ავირჩევ Custom, პოსტებსაც მოვნიშნებ, რომ გვერდების გარდა პოსტებზეც შემეძლოს ამ პლაგინით მუშაობა, Saves მიცემ და გადავალ ახლა უკვე page-ებში. Page-ებში შემიძლია შევქმნა მე კონკრეტულად რაღაცა გვერდები, მაგალითად მთავარი ჩვენ შესახებ რაღაცა გალერეა, კონტაქტი, სერვისები, პროდუქტები, მაღაზია და რავი, ასე შემდეგ ძალიან ბევრი რაღაცებს გაკეთება შეგიძლიათ ამაში. თქვენ ფანტაზიაზე მთლიანად დამოკიდებული. შევქმნათ ერთი ახალი გვერდი. აქ რასაც ხედავთ, ეს არის Gutenberg-ის ედიტორი. არაფერში არ გჭირდება ახლა ეს, აი WP Bakery-ის builder-ი გაგვიშთა ზემოთ, option-ი და მაგაში შეგვიძლია დავიწყოთ რაღაცეები. აქ რასაც ხედავთ, ეს არის classic ედიტორი. ეს იყო იქამდე სანამ WordPress-ის ის გამოვიდოდა, ცალკე პლაგინი რა, ის Gutenberg-ი გამოვიდოდა 5.1 ვერსიამდე, მანამდე იყო ყველა page-ზე სადაც შემოხვიდოთ classic ედიტორი ხვდებოდათ. ამას შეიძლება მხოლოდ ტექსტურის სახით რაღაცეების დადება შეგიძლიათ, რაღაცა გაცენტროთ, რაღაცა alignment-ი გავუკეთოთ, ამას უნდა ჩამოიშლება კიდე რაღაცა ფუნქციები და ასე შემდეგ. მაგალითად, თუ მე დავწერე ხან შემთხვევაში რაღაცა this is Unilab heading-ი ამას თუ გავცენტრავ, რეალურად მოდი სანამ გავცენტრავ. ამას ესე დავტოვებ, აქეთ მხარის გადმოვიდე ტექსტში და ვხედავთ, რომ არაფერი არ შეცვლილა. თუ მე აქ ახლა ამას მოვუნიშნავ რაღაცა, რომ გაიცენტროს, აქეთ თუ გამოვალ, დაიწერება ამის შესაბამისი კოდი. რაც არის, აი შესაბამისად ჩაჯდა Pitex-ში, Pitex-ი არის პარაგრაფი, მე რაღაცა ჩვენს მაგივრად WordPress-მა დაწერა უკვე რაღაცა კოდი და შეასრულა რაღაცა ქმედება. ანუ ერთი კლიკით უბრალოდ არ მოგვიწია რაღაცების წერა. აი ამას უფრო კომპლექსურად რეალურად აკეთებს უკვე Visual Composer-ი, თავისი რაღაცა ორი ედიტორით აქვს, ორი front-end ედიტორი და აქვს back-end ედიტორი. მე ძირითადად ვიყენებ ხოლმე back-end ედიტორს, იმიტომ რომ მირჩევნია რაღაც ერთ სივრცეში ვიმუშაო, ვიდრე გავიდე და რაღაცები ვნახე, აი იქიდან ვეჩალიჩო რაღაცებს. განახებთ მაგასაც. მოდით ჯერ დავარქვათ ამას რაღაც სახელი და აქ თუ ხედავთ რაღაც ლინკში შეიქმნა რაღაცა 9.2 წერია, ხო? შესაბამისად მოდი აქაც დავაწეროთ ამას home. აი ესე. რეალურად CyberTalk home-ის აკრეფის შემდეგ გამოჩნდეს უკვე შესაბამისად აი ეს გვერდი. თუ ამას მე default-ად home page-ად დავაყენებ WordPress-ისთვის, როგორც კი CyberTalk-ზე შემოვალ, ეს გვერდი გაიხსნება ავტომატურად. ეხლა გადავიდეთ back-end ედიტორში და შევქმნათ ჩვენი რაღაცა ერთი რაღაცა სატესტო გვერდი. აქ არის უამრავი option-ი, მე ახლა განახებთ მარტივ option-ებს, როგორ შეიძლება ვებსაიტის კეთება დაიწყოთ. მაგალითად შევქმნათ რაღაცა სექცია, სექციაში შევქმნათ რაღაც ტიპის მეორე კონტეინერი row, რომელშიც ჩავაშენებთ უშუალოდ ახლა. ამას გავუკეთებთ რაღაცა სურათს background-ად და მე მოდი ამაში შუაში დავწეროთ რაღაცები. ან cover სურათი გავაკეთოთ. Slider Revolution-ს ახლა ავხსნიდი რაღაცებს, მაგრამ ძალიან გაგვეწელება, იმიტომ და მე სიმარტივეს დაკარგავს უკვე ეს ყველაფერი. მოდი, პრინციპში არც გვინდა ეს, უბრალოდ row შევქმნათ ერთი, row-ს გვეყოფა ყველაფერში. row შევქმნათ. მე row-ს უთხრათ, რომ ეს კონტენტი გაიწელოს მთლიან ეკრანზე, იმიტომ რომ გვინდა რომ თქვა full screen layout-ი გქონდეს რაღაცეებში, ხო? Stretch row and contents მივცეთ, ამას მოდი no padding-ს გავუწეროთ, რომ padding-ები არ ქონდეს. padding-ები არის კონტეინერის ჩარჩოსა და უშუალოდ კონტენტ შორის დაშორება. ეს შეიძლება ბევრისთვის ახლა ჩინურია, მაგრამ მე რაღაცებს ჩავუღმავდებით, მიხვდებით, რომ რეალურად ძალიან საჭირო რაღაცეებია ამათი ცოდნა. და მოდი ახლა ისეთი რაღაც გავაკეთოთ. ამას background სურათად ავტვირთოთ რამე სურათი. აქ უკვე ატვირთული მაქვს მე მგონი რაღაცეები, არ ამიტვირთავს. კარგი, მოდი გადავიდეთ ახლა ჩემ დესკტოპზე და ავტვირთოთ რაღაცა სურათები. ეს არის ერთი სურათი, მოდი პირობითად. მე კიდე ავტვირთოთ რაღაცეები. დაგჭირდება რაღაცები, აი ეს ავტვირთოთ. მე ავტვირთოთ კიდევ რაღაცა სურათი, აი ეს ავტვირთოთ პირობითად, ან ეს არ მინდა, აი ეს ავტვირთოთ. მე ავტვირთოთ კიდევ
კიდევ რა შეიძლება უნილაბის ლოგოს დაგჭირდება, უნდა ავტვირთოთ ეგეც. და კიდე ავტვირთოთ რა გვაქვს? აი ესეც ავტვირთოთ. და ესეც ავტვირთოთ. ოღონდ ესენი არა. ეს ავტვირთოთ, ამ სასაკე მიწევს რაღაცებს ავტვირთო. ესე და ავტვირთოთ კიდევ აი ეს. მოდი ამ შემთხვევაში ახლა ისე გავაკეთოთ. ეს სურათი როგორი არის? აი პრინციპში გამოდგება ეს cover-ად რო გამოვიყენოთ, მომნიშნოთ ეს და ჩავაგდოთ ამის background-ად. მე აქ მომნიშნოთ რომ რეალურად კონტეინერი დაფაროს თლიანად ამ სურათმა და უბრალოდ რაღაც იმხელა არ გამოჩნდეს ეს სურათი, რამხელაც რეალურად არის. მინდა რომ მთელ კონტეინერს გადაეჭიმოს თავზე. ამიტომაც cover-ს მივცემ ამ შემთხვევაში და უკვე მზად მაქვს. ეხლა აქ რო გავიდე, დამხვდება სიმახინჯე. მოცემულია ესეთი რაღაცა გვერდი, ეს შემომიტანა თვითონ უკვე თემამ, ალბათ თემას ძალიან ბევრი რაღაცები მოყვება და ეს არის ჩემი პატარა სურათი. თუმცა დამეხმარებით ეს არის სიმახინჯე ამ შემთხვევაში. მოდი ჯობია ეხლა რაღაცებს დავამსგავსოთ ეს ჩვენი ვებსაიტი. ამისთვის ძალიან მარტივად default template-ი რო აწერი ეხლა ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ უკვე page builder template-ი. დავაპაბლიშოთ ეს გვერდი და თუ preview-ზე გავუშვებთ, რეალურად ის გოგო გაქრება ზემოთ. გაქრა უკვე ის გოგო, ჩვენი layout-ი გაიწმინდა, სუფთა ფურთოზე ვაკეთებთ რაღაცებს, ამას თუ არ ჩავშლით, რაც არის footer-ი და ეს რეალურად ჩამოვა საბოლოოდ ქვემოთ. ასეთმა რაღაცებმა არ შეგაშინოთ თავიდან და არ იფიქროთ, აუ რას გავს რაღაცეები. ძალიან მარტივად შეგიძლიათ რაღაცების შეცვლა ამაში. ეხლა გვინდა რომ ეს სურათი რეალურად cover-ის იმიტაციას ტოვებდეს, ხო? ამიტომაც მოდი შევქმნათ ამაში რაღაცა ტექსტური ბლოკი და ტექსტურ ბლოკში დავწეროთ ესეთი რამე. This is CyberTalk. ესე ვქნათ, გავცენტროთ, ეს გადავაქციოთ heading-ად. მე ქვემოთ ჩამოვიდეთ ცოტა და აქ დავწეროთ ახლა უნილაბი დიდი ასოები. ესეთი. და ესეც ვაქციოთ, ეს გადავიტანოთ ჩუაში და ეს ვაქციოთ რაღაცა heading 2-ად. მაგრამ ესენი იქნებიან რეალურად ახლა ძალიან პატარები, ხო? აი, ესეთი რაღაცა რა ვქნათ. რა არის? preview-ზე გავუშვათ ეს ყველაფერი, იქნებ ხარს კი გაიზრდება უკვე ჩვენი cover-ი ოდნავ, თუმცა არც ისეთი რაღაცა cover-ის იმიტაციას არ ტოვებს. ამიტომაც გვჭირდება ცოტათი გავზარდოთ ესენი რაღაცნაირად. თქვენ პრინციპში ახლა ვერ ხედავთ აქ რაღაცებს მე მგონი. აჰა, აი ესე ჯობია. ხო და მოდი ახლა ამას გავუკეთოთ რაიმე ტიპის empty space-ები გვერდზე. ამისი რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მე ერთ-ერთს გამოვიყენებ, უბრალოდ empty space-ებს ჩავუგდებ, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ რაღაცები რასაკეთებს და მე padding-ები ან margin-ები გავუწეროთ რაღაცებს. empty space არის ესეთი ელემენტი, რომელსაც პირობითად გავუწერ. მოდი იყოს, რადგან ჩემი ეკრანი არის 1080 პიქსელიანი height-ი აქვს 1080 პიქსელი, მე მოდი 150 პიქსელიან margin-ებს გავუკეთებ ამას empty space-ებს. ეს არის ერთი, ამას დავაკოპირებ მეორედ და ჩავაგდებ რეალურად ამ ადგილზე. ეხლა თუ გადავალახეთ, უკვე მივიღებ რომ ცოტათი გაიზრდება ეს ჩემი cover სურათი. აი მივიღე რაღაცა ტიპის ვიზუალი უკვე. მოდი ცოტათი კიდე გავზარდოთ ეს ყველაფერი, ჩავგდოთ მოდი 250-ები. 250 პიქსელი აქ გავუკეთოთ, ეს დავშალოთ, ეს დავაკოპიროთ და ჩამოვაგდოთ ქვემოთ. აი ესეთი მარტივად drag and drop-ით იწყობა რეალურად WordPress-ში ვებსაიტები. არის ესეთი ძალიან ბევრი ბილდერი, როგორც არის რაღაცა Gutenberg Blocks-ი, არის რაღაცა Elementor-ი, არის კიდე რაღაც რამდენიმე არის, ეხლა უბრალოდ არ მახსენდება. მოდი ეხლა ეს ცოტათი გავალამაზოთ, ხო? CyberTalk ცოტათი გავზარდოთ, უნილაბი ცოტათი დავაპატარავთ და ეს ყველაფერი გავათეთროთ. რომ ნახოთ რეალურად როგორ მუშაობს ეს ყველაფერი Classic Editor-ში. აი წეგან როგორც გითხარით, Classic Editor-ი აქაც მხდება, ანუ Visual Composer-ში ჩაშენებული არის ეს ყველაფერი და შესაბამისად შემიძლია რომ ამას ფერი შეუცვალო, აი კლავიატურას დავაჭრით, ჩამოიშლება, ამას შეუცვალო რაღაცა ფერი, გათეთრდა, თუმცა აქ აღარ გამოჩნდება, თუმცა გარეთ გამოჩნდება. ამასაც შევუცვალე ფერი და მოდი ახლა ამას გავუზარდოთ font size-ი. არსებობს პლაგინები, რომლებიც კოდის წერას საერთოდ არ მოითხოვს და ჩაგვიშენებს ამაში, აი აქვე თუ ამას არ აქვს ფონტის გაზრდის საშუალება, ჩაგვიშენებს რაღაცა ტიპის ფუნქციონალს, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ფონტი უბრალოდ როგორც WordPress-ში ვირჩევდით, მაგ შემთხვევაში ეგრევე გაიზარდოს. მაგრამ თუ ეგეთი რაღაცა არ გვინდა, თუ არ გვინდა რომ დავამძიმოთ ვებსაიტი და HTML-CSS-ის მარტივ დონეზე მაინც ვიცით, შეგვიძლია უბრალოდ font size-ი გავუწეროთ ამას და ისე გავზარდოთ, ხო? font size-ი გავუწეროთ ამას, მოდი იყოს 70 პიქსელი, ცოტათი დიდი ის შეგრძნება რომ დაგვიტოვოს. ეხლა ამას დავაკოპირებ font size და ამასაც ჩავუგდებ აქეთე მხარეს. რა არის? აი ამ ადგილზე ჩავაგდებ. უბრალოდ ამას დავუწევ უკვე 45-ზე. რათა ისე ვისა. თუ დააკვირდებით ჩემი ბლოკი ცოტათი უკვე გაიზარდა. და აქ გვაქვს უკვე დიდად დაწერილი CyberTalk-ის და ქვემოთ გვაქვს უკვე უნილაბი. თუ გვინდა რომ დაშორებები ქონდეს ამას შუაში, უბრალოდ ავდგები და არის ზემოთ
აი CyberTalk-ი ხო წერია, ერთით დავაინტერვიო. ამისად ჩამოვარდება უკვე ქვემოთ ეს ჩემი რაღაცა უნილაბი ცოტათი უფრო ქვემოთ გამოჩნდება. კარგი, ეხლა მოდი დავიწყოთ სხვა რაღაცების კეთებაც, ხო? ავაწყოთ, თქვათ გამოვიტანოთ რაღაცა ჩვენ კომპანიის შესახებ რაღაც ტიპის ინფორმაცია. ამისთვის გვინდა რომ ავირჩიოთ ასე, შევქმნათ მეორე row, და არის ეს row შევქმნათ. მერე ამას ჩავაგდოთ ასევე ტექსტი, ანუ ამ ორის გარშემო ვიტრიალებთ დღეს. მერე გავუკეთოთ ამას უკვე რამე ტიპის ბათონი, რომელიც სხვა გვერდზე გადაამისამართებს მომხმარებელს. აქ შევქმნათ ესეთი რაღაცა heading-ი დავაწეროთ ამას, მაგალითად about Unilab. აკცენტოთ ესეთ შუაში, ვაქციოთ heading ორად. heading ორს იმიტომ ვაკეთებ, რომ რეალურად ორი heading ერთის გამოტანა, ან h1 tag-ის გამოტანა, თუ დააკვირდებით heading ორი აქ რო წერი აქ და მხარეს იქნება h2 tag-ი, ორი h1 tag-ის გამოყენება ერთ გვერდზე არ არის მიზანშეწონილი. იმიტომ რომ Google-ისთვის მერე ცუდი რაღაცეები ხდება, ხო? კარგად არ აინდექსირებს ვებსაიტებს. ჯობია რომ Google-ის კარგად დალაგებულად ვუთხრათ, როგორ უნდა წაიღოს Google საძიებო სისტემაში ჩვენი ვებსაიტიდან ინფორმაცია და როგორ გამოჩნდეს მერე იქ უკვე მომხმარებლისთვის ეს ყველაფერი. About Unilab-ი, მოდი ეს იყოს ესე შავად და ამის ქვემოთ ჩავაგდოთ ჩვენ უკვე რამე ტიპის ტექსტი. ტექსტის იმიტაციას ახლა, მე ვერ მოვიფიქრებ ვერანაირად ძალიან მეზარება მაგის აკეთება, ამიტომაც არსებობს ამისთვის ესეთი კარგი ვებსაიტები, რომლებიც რენდომად გენერირებულ dummy text-ს აგენერირებს და ჩვენ შეგვიძლია აქედან ავიღოთ რაღაც ტექსტი. აქ არის ყველა სიტყვა რენდომად ერთმანეთის გვერდით დალაგებული, არანაირი ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მომხმარებელს როცა ვანახებ ხოლმე რაღაცას, სანამ copywriter-ი რაღაცებს გააკეთებს ხოლმე ძალიან კარგი გამოსავალია, რომ ტექსტების იმიტაცია შევქმნათ lorem ipsum ტექსტებით. ავიღოთ მაგალითად პირველი აბზაცი აქედან, გადავიტანოთ და ჩავაგდოთ უკვე შესაბამის ბლოკში. აი აქ. და მოდი ახლა ავდგეთ და ეს ასევე გავცენტროთ, ხო? აი ესე და ესეც გავცენტროთ, იმიტომ რომ შუაში გვინდა რომ დავალაგოთ. მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში ეს ტექსტი აი აქ თუ დააკვირდებით, ეს სექცია იწელება, ესეთ იდეაში გაწელილი იქნება, ხო? აქ მოვუნიშნოთ ამას row და content-ი რომ გაიწელოს ეკრანზე, თუმცა არ გვინდა რომ აი ესე რაღაცნაირად ცუდად გამოგვიშლეს ქვემოთ ტექსტი, როგორც ახლა აქ გამოჩნდება, დააკვირდით? აი რაღაცა ეს უკვე ძალიან ცუდია, ხო? რაღაცა კარგ ვიზუალის შექმნებას აღარ ტყობს. ამიტომაც ამას აქვს რაღაც layout-ების დანაწილების საშუალება, ავირჩიოთ მაგალითად აი რაღაცა აი ესეთი layout-ი, სადაც შუაში გვერდებზე რაღაცა space-ები ექნება და შუაში შეგვიძლია რომ ჩავაგდოთ უკვე ეს კონტეინერი. ამის გაკეთების ვიმეორებ კიდევ რამდენიმე გზა არსებობს margin padding-ებით, თუმცა აი ხა ამ შემთხვევაში კოდი რო ავწერო, ან რაღაცა ელემენტებს რო არ შევეხო უფრო მეტად, გამოვიყენოთ ესენი. ეხლა ვნახოთ უკვე როგორ გამოჩნდება ეს ყველაფერი. აი ეს. ეხლა ცოტათი უფრო ლამაზი არის რაღაცნაირად. აქ არ გვინდა ეხლა რომ გავჩერდეთ, პირობითად გვინდა რომ აქ about Unilab-ზე, Unilab-ის შესახებ გამოგვაქვს რაღაც მცირე ტიპის ინფორმაცია და მერე უკვე უნდა ავდგეთ და სრულად ინფორმაცია თუ გვინდა მომხმარებელს ვანახოთ, უკვე უნდა გავუშვოთ შიდა გვერდზე რაღაც ჩვენ შესახებ გვერდი, სადაც იქნება, ხო? ამიტომაც მოდი ავდგეთ და ამას დავუდოთ რამე ბათონი. აი აქაც არის, მოკლედ ძალიან ბევრი ელემენტებს შეიცავს. თითოეულ თემას მერე თუ იყიდით რომელიმე თემას, ის თემები Visual Composer-ის რა შესაბამის ელემენტებს ამაში ჩააშენებენ და ეს უფრო მეტად გაიზრდება. ეს არის default ფუნქციონალი, აი აქამდე რასაც ხედავთ ზემოთ, ეს არის ყველაფერი default-ად Visual Composer-ში ჩაშენებული. აი ეს არის უკვე Slider Revolution-ი, რაც დავაინსტალირე, რო წავშალო პლაგინისიც აღარ მექნება. Gutenberg ედიტორიც რო წავშალო, რეალურად არც ის აღარ მექნება. აი დანარჩენი ქვემოთ რასაც ხედავთ, ეს არის უკვე WordPress-ის მიერ იმპლემენტირებული ელემენტები უკვე WordPress-ში. ამ შემთხვევაში მოდი მე ბათონს ჩავაგდებ. აი ბათონს აქვს უკვე თავისი control panel-ი აქვს. აი ის რო გავთიშო, ამას უბრალოდ ფანქარს დავაჭერ ამ ადგილზე და შემომაგდებს უკვე ამის option-ებში, საიდანაც უკვე customizing-ს უკეთებ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ჩემი ბათონი. პირველ რიგში მინდა რომ ამ ბათონს ეწეროს ზემოდან read more. შემიძლია ამას გავუწერო აქ ლინკი, პირობითად მოდი ახლა დავწეროთ https ესე www.google.com და ნუ პრინციპით ლინკ ტექსტი აღარ გვინდა. და ეს გაიხსნას ახალ გვერდზე, ანუ ახალ ტაბში გაიხსნას. არ მინდა რომ იგივე გვერდზე გაიხსნას ეს ყველაფერი, ეს ლინკი. თუმცა შემიძლია რომ იგივე გვერდზე გავახსნან, მაგას თუ არ მოვწიჭკავ ჭღალებში და გაიხსნას რეალურად გადავა იმავე გვერდზე, შეიძლება რაღაცა გვერდი. ეხლა აქედან ავირჩიოთ უკვე შესაბამისად ღილაკის სტილი. იყოს მოდერნი და იყოს რაუნდედი და ავდგეთ და მე ძალიან მიყვარს ისფერი და მოდი გავაკეთოთ ისფერი. და ხო და არ გვინდა ასევე რომ ეს read more იყოს რაღაცა გვერდზე. თქვათ გვინდა რომ იყოს შუაში, ხო? Size-ები შეგვიძლია ვაკონტროლოთ, აქ მოცემული და არის კიდე
alignment-ი, ანუ როგორ უნდა იყოს განლაგებული ეს ჩვენი ელემენტი. მოდი center-ში განმოვიტანოთ ეს ყველაფერი. და ქვემოთ არის კიდევ რამდენიმე property, შეგიძლიათ HTML-ს რაღაცა CSS ID მიენიჭოთ, ან CSS კლასი მიენიჭოთ და შემდეგ უკვე კოდით იმოქმედოთ ამ ობიექტზე. ეხლა მოდი ამას დავაპდეითებ. Updates და preview შორის გეტყვით ახლა რა განსხვავება არის. თუ preview-ს აჩვენებთ უბრალოდ, აკეთებთ უბრალოდ მომხმარებელი ამ ყველაფერს ვერ ხედავს, მარტო თქვენ ხედავთ ესეთ რაღაცას, ხოლო თუ updates აკეთებთ, უკვე ბაზაში იწერება ეს ინფორმაცია და უკვე ხედავს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც კონკრეტულ URL-ზე, ანუ link-ზე გადავა. მერე, კარგი, ეს გავაკეთეთ უკვე. აქედან შეგვიძლია მომხმარებელი გაუშვათ Google-ში პირობითად, თქვათ რომ რაღაცა გვერდი გვაქვს და იმაზე უშვათ. აი ლინკა შესაბამისად Google-ში. ეხლა მოდი გავაკეთოთ რამდენიმე პოსტი და ეს პოსტები news-ების სახით გამოვიტანოთ ამ გვერდზე. შეიძლება ეს იყოს რაღაცა კურსების შესახებ ინფორმაცია, შეიძლება პროექტების შესახებ იყოს ინფორმაცია, ან შეიძლება გქონდეს რაღაცა პროდუქტებს ყიდეთ უბრალოდ ვებსაიტზე და პროდუქტებად გამოვიტანოთ. ყველა შემთხვევაში ვქნით posts უკვე, ეს დავაპდეითეთ, ხო? თუ არ დამიაპდეითეთ, გავაკეთებ ახლა updates. დავაპდეითეთ უკვე მოცემული გვაქვს, ეს არის ჩვენი მარტივი გვერდი ჯერჯერობით. ეხლა ამას მიუბრუნდებით ცოტა ხანში, მოდი გავაკეთოთ უკვე უშუალოდ პოსტები. პოსტებს რაც შეეხება ის hello world-ი წეღარო ვნახეთ, აქ არის მოცემული. ამას წავშლი ხარ, არაფერში არ მჭირდება. და მოდი იყოს და ამის layout-ზე ვიმუშაოთ ახლა ჩვენ. restore მივცეთ და უბრალოდ რაღაცი კონტენტები ჩავაედიტოთ შიგნით. სად არის მოცემული? უნდა გადავიდე პოსტებში ისევ და უკან დამხვდება. hello world-ში შევიდეთ და ახლა დავიწყოთ ამის edit-ი. ეს არის ასევე Gutenberg-ი, თუმცა შეგვიძლია ჩვენ ავდგეთ და შემოვიტანოთ ამაში უკვე WP Bakery-ის page builder-ი, აი გადავალ ისევ ამაზე და პოსტებიც იგივე სივრცეში ვაკეთოთ. Backend-ი, მე აქეთ ამხარეს აი ეს ტექსტი ამ ადგილზე დამხვდა ზუსტად. აი, აქ საგულისხმო არის ერთი მომენტი. თუ თქვენ იყენებთ Elementors, builder-ების შეცვლა გამოიწვევს რაღაცების დაქრაშვას. ანუ რაღაცები ცუდად წავა, ამიტომაც მაგასთან ფრთხილად იყავით, ეს მინდოდა რომ ეხსენებინა აქ. ეხლა აქ შევქმნათ რაღაცა ტიპის heading-ი, იგივენაირად. ვთქვათ ეხლა პოსტებზე რა მოცემული გვაქვს რაღაცა ტიპის ინფორმაცია და მცირე ინფორმაციას ვანახავთ მომხმარებელს გარეთ მთავარ გვერდზე და შიდა გვერდზე უკვე გადავიყვანთ მერე და წავაკითხებთ მთლიანად ამას. ვთქვათ რაღაცა სკანდალური ტიპის ისე ბლოგი გვაქვს და წერთ რაღაცა სკანდალურ სათაურებს და გვინდა რომ რაღაცა catch-bite-ი გავუკეთოთ, ხო? რაღაცეებს და მომხმარებელი გადავიყვან, click-bite-ი გავუკეთოთ და გადავიყვანთ მომხმარებელი უკვე ჩვენ გვერდზე. მაგალითად, დავწეროთ რამე სკანდალური სათაური. ვერ მოვიფიქრებ ახლა ვერანაირად სკანდალური სათაური. ესე. და ახლა რამე ქართული ლორემ იფსომი ტექსტი გავაკეთებ, ხო? ინგლისური არ მინდა ქართული. ლორემ იფსომ ტექსტი. მადლობა ომედიას ამისთვის შექმნის. ამის შექმნისთვის, იმიტომ რომ ძალიან მეხმარება ხოლმე რაღაცეებში. აი ავიღე რაღაცა ესე დიდი ტექსტი ავიღოთ და ჩავუკოპიროთ ეს თლიანად რომ სრული აღწერა შევქმნათ უკვე სრული აღწერის იმიტაცია შევქმნათ პოსტში. აი ესე უბრალოდ ეხლა რეალურად აი ამას მე მოვნიშნავ როგორც heading-ი, მაგას არა მთლიანად, რეალურად ამას მეთქი ამაზე უთხარი. აი ესე. და აქეთ ამხარესა თუ დააკვირდებით, ეს არის უკვე მოცემული HR tag-ში, ეს არის დანარჩენი უკვე ყველა მოცემული p გამხსნა და p დამხურავ tag-ებს შორის. ხო, ძალიან მარტივი HTML CSS-ია ეგეც. ესე და მინდა რომ თან ცოტა დაშორებაც გქონდეთ ამას ერთმანეთის ქვეშ, აი ესე, რაღაცნაირად. გავაკეთეთ ერთი რაღაცა პოსტი, მაგრამ ეს ახლა ძალიან ცუდად ჩანს, ხო, რაღაცნაირად, მოდი ამაზე ესეც რო არ გაიწელოთ მთლიან ეკრანზე, შევქმნათ რაღაც ესეთი ვარიანტი, ეს უბრალოდ შუაში გადმოვიტანოთ. პოსტებს აქვს ასევე კატეგორიზაციის საშუალება, შეგვიძლია რომ შევქმნათ კატეგორიები, თუ პირობითად ჩვენ გვაქვს ორი ტიპის რაღაცა, თქვათ, გვაქვს რაღაცა ბიბლიოთეკა ან ფილმების ვებსაიტი და გვინდა რომ დრამა და სამეცნიერო ფანტასტიკა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. შეგვიძლია შევქმნათ კატეგორიები, დეფოლტად ყველა WordPress-ის პოსტი ვარდება ან კატეგორიაზed, ანუ დაუხარისხებელი კატეგორიის იმაში კონტეინერში, კატეგორიაში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია რომ ეს მოვაშოროთ, დავამატოთ ახალი კატეგორია და შესაბამისად უკვე მივანიჭოთ მე უკვე ეს კატეგორია ამას. და გამოვიძახოთ უკვე მთავარ გვერდზე ის კონკრეტული კატეგორია, რომელიც გვინდა რომ მთავარ გვერდზე ჩანდეს. და შეგვიძლია მე ეს კატეგორიები ვაკატავოთ აქეთ-იქით, რომელიც გვინდა გამოვაჩინოთ და დავმატოთ. ამას დავაწეროთ რაღაცა სკანდალური ინფორმაცია. სკანდალური ინფორმაცია 1. რაღაცა ესეთი. მეტი ფანტაზია არ ყოფნის ახლა ამ შემთხვევაში. ლინკებში არასდროს არ ჩაწეროთ ხოლმე ქართული ტექსტი, იმიტომ რომ Facebook-ზე გადაზიარების დროს აქ ამოვარდება რაღაცა კითხვის ნიშნები, ძახლის ნიშნები, რაღაცა ძიეზი, რაღაცა სიმბოლოები, გაურკვეველი სიმბოლოები, რომელიც ცუდად გამოჩნდება მომხმარებლისთვის ძალიან. ამიტომაც გაწეროთ ხოლმე რაღაცა, მაგალითად example 1.
მიხარ ტექსტი დაწერა მეზარება. Example ასე 1. იქებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე თქვენი იმისთვისაც WordPress-ის ვებსაიტზე მუშაობის დროს. 1 წამი აქეთ მხარეს რა ხდება? აჰა. კარგი. ეს უკვე გავაკეთეთ, ეს დავაპდეითოთ. და გამოვიდეთ უკვე აქეთ მხარეს. ეხლა მოდი ეს უბრალოდ დავაკოპიროთ ეს ჩვენი პოსტი რამდენჯერმე. ამდა მოდი სანამ დავაკოპირებ რაღაცას. მანამდე ამას ავუტვირთავ სურათსაც, რომ მომხმარებლისთვის კარგად ჩანდეს უკვე ეს ყველაფერი. featured image დავუმატოთ ამას, მოდი. ესეთი რაღაცა გავუკეთოთ. ეხლა დავაპდეითოთ, ან მოდი ამაშიც ჩავსვათ შუაში რაღაცა ტიპის ინფორმაცია, სურათი, ხო, რომ თლად შრალი ტექსტი არ გქონდეს. რაც მეორე აბზაცის ბოლოს ჩავსვავ ამას, მერე ესე და გავუშვათ აი ეს სურათი. და ეხლა ამას მოვნიშნავ ესე, რომ შუაში იყოს და ამას გავზრდი მერე layout-ზე. აი ესე. აი ეს. update-ი მივცეთ და ნახოთ უშუალოდ როგორ გამოიყურება ჩვენი პოსტი შიდა მხარეს. ნუ ამ გოგოს ვერაფერს ვერ უშვებით ჯერჯერობით. იმიტომ რომ თემამ შემოიტანა ეს ალბათ CSS-ით იქნება დასამალი ან მე შეიძლება რაღაცა გქონდეს option-ი, საიდანაც ეს გოგო გაითიშება აქედან cover სურათის ნაცვლად და აი ქვემოთ გვაქვს უკვე მოცემული კატეგორია, გამოქვეყნების თარიღი, ავტორი, ვინც გამოაქვეყნა, შესაბამისი ინფორმაცია, სურათი და ქვემოთ არის ასევე default-ად შეშენებული კომენტარები, სადაც შეგიძლიათ რომ კომენტარები დატოვოთ, აუ გამოვედი მე მგონი ვებსაიტიდან ახლა. სად არის? აჰა, აი ისევე დავლოგინდ. ეს არის მოკლედ ჩვენი ერთი პოსტი. ეხლა მოდი ეს დავადუბლიკატოთ რამდენჯერმე. ამისთვის დაგჭირდება plugin-ი duplicate post-ი. ნუ გამოვარდნილი ვიყავი მაინც. add new. მერე მივცეთ ამას duplicate post-ი. Duplicate post-ი. აი ესეთი plugin-ია. საბოლოოდ ეხლა სამჯერ დავაკოპირებ ამას და მივიღებთ მერე უკვე სამ პოსტს მთავარ გვერდზე. განახებთ ეხლა როგორ უნდა გამოვიტანოთ ასევე ეგ სამი გვერდიც. გავაქტიუროთ ეს პლაგინი, მერე დავბრუნდეთ ისევე პოსტებში. რატო არ გააქტიუროთ? ელოდება, ოკეი. დავალოდოთ ჩვენც. ამაზე გავხსნათ უკვე საკითხი მხარეს გვერდი, რაღაცა ინტერნეტმა გაჭედა ალბათ. და ეხლა ამას რო დავარეფრეშებ გვერდს, გააქტიურდება ამაზე ინფორმაცია, რაღაცა ბაზიდან წამოვა ახალი ინფორმაცია და გაჩნდა აქ უკვე ახალი ფუნქცია, ეს არის კლონი. დავკლონე ეს ჩემი ერთი პოსტი. ეხლა ამას შევუცვალოთ უბრალოდ ორით, რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან და მივცეთ აქ published. ესე და მერე ამასაც დავკლონავ, სამი პოსტი გამოვიტანოთ მოდი მთავარ გვერდზე. ამასაც იგივეს გავუკეთებთ, ციფრს შევუცვლი უბრალოდ რომ გავარჩიოთ და აქაც მივცემ published. Update-ი და შესაბამისად უკვე შეგვიძლია გამოვიტანოთ ეს ჩვენი სამი პოსტი თავისი სამი cover სურათით ჩვენ მთავარ გვერდზე. სად იყო ჩემი ედიტორი? აქ არ მინდა არაფერი, ესენი აღარ მჭირდება. აი ამის ედიტში უნდა გადავიდე ახლა. და მერე აქ უკვე შეგვიძლია გამოვიძახოთ post-grid ელემენტი, ჯერ მოდი row ჩავაშენოთ, row-ში მივთითოთ შესაბამის layout-ი, მერე ამაში გავიდეთ და აქ ვიპოვოთ post-grid ელემენტი. აი ეს არის post-grid-ი. და გამოვიძახოთ ყველა პოსტში. თუმცა შეგვიძლია კატეგორიების მიხედვით დავახარისხოთ ეს ყველაფერი მაინც. total item-ი იყოს 3. grid ესეც იყოს, fade in animation-ით გამოვიდეს, ნუ მეტი პრინციპში არაფერი არ გვჭირდება. კაი, მეტი არაფერი არ გვჭირდება. ესე დავაფრივივოთ ახლა და შევხედოთ რა გამოგვივიდა აქეთ მხარეს. გვაქვს cover სურათი და აი შესაბამისად მივიღეთ უკვე 3 პოსტი. read more-ს დავაჭერ და გადავალ უკვე შიდა გვერდზე, სადაც ვნახავ ამის აღწერას. აქ შემიძლია ჩავაშენო სოციალური მედია აიკონები, შემიძლია ჩავაშენო რაღაცა სხვა related post-ი, მაგალითად რეკომენდირებული რაც არის ამ პოსტის კითხველისთვის მომხმარებლისთვის და ასე შემდეგ. მოდი ახლა დავასრულოთ უშუალოდ ამ გვერდის აწყობა. შევქმნათ რაღაცა ისეთი row ისევე, ამას დავუდოთ რაღაცა ტიპის სურათი უკან ცოტა ლამაზად რო გამოგვივიდეს, აი სურათი დავუდოთ მაგალითად. ამასაც მივცეთ აქ cover-ი და ამას უკვე გავაკეთებ მოდი მეორენაირად. ამას უბრალოდ მივცემ ახლა მე padding-ებს. არის? ამას მივცეთ მოდი 130 პიქსელი ზემოდან და 130 პიქსელი მივცეთ ქვემოდან. 130 მივცეთ ქვემოდან. შესაბამისად ამისი ზომა უკვე გაიზარდა. აქ ჩავაგდებ ახლა უბრალოდ ერთ რაღაცა სათაურს. თქვა თუ მინდა რაღაცა კონტაქტის გვერდზე გადავიყვანო მომხმარებელი. კონტაქტი. ავიტანოთ შუაში. და ეს მოდი ახლა ვაქციოთ H2-ად ასევე და გავათეთროთ, რომ სურათი კარგად გამოჩნდეს.
ან კონტაქტი არ გვინდა, მოდი პირობითად აქაც შემიძლია რა თქმა უნდა ისინი შევცვალო კონტაქტის ნაცვლად, ჩავწეროთ რაცა Unilab და WordPress. Nice. ესე, გავიდეთ ახლა და ვნახოთ რეალურად რა მივიღეთ აქედან. აი მივიღეთ ესეთი რაღაცა ლამაზი კონტეინერი. ხო, რაღაც სეპარაციას უკეთებთ შესაბამის კონტენტს. მე შეგვიძლია კიდევ უკვე დავხვეწოთ და რაღაცები გამოვიტანოთ ქვემოთ, მაგრამ მოდი ახლა ეგეთ რაღაცებს აღარ შევეჭიდოთ და გადავიდეთ უკვე ვებსაიტის დასრულებაზე. წავიყვანოთ ჩვენ ლაივის ბოლოსკენ. აქ დაგვრჩა ჩვენ უკვე ფუთერი გასაკეთებელი და მე მენიუში ჩავაგდოთ, პრინციპში მენიუში ჩანს უკვე ეს ყველაფერი და ასე მარტივად ვაწყეთ ერთი გვერდი. იმისთვის რომ ახლა ჩვენ ფუთერი გავაკეთოთ, მაგისთვის საჭიროა რომ გადავიდეთ appearance-ი და მე გადავიდეთ უკვე widget-ებში. უბრალოდ ამაზე მეუბნება ჯერ დამაპდეითე რომ არ დაგეკარგოს ინფორმაციაო. გამოვიდეთ აქეთ და აქ არაფერი არ მჭირდება. შევიდეთ უკვე appearance widget-ებში. widget-ების საშუალებას მაძლევს რომ ნებისმიერ ადგილზე, სადაც ადგილი მაქვს რაღაცების გასაკეთებლად, გავაკეთო უკვე შესაბამისი ფუნქციონალური ერთეულები ჩავაშენო. მოდი ამ შემთხვევაში primary რაღაცებს აქედან გადავიტან მე. აი ამაში footer-ში, უბრალოდ footer first-ში კი არა, footer მეორეში გადავიტან. reset post-ი მივცეთ აქ და აქ მივცეთ ეს. First area-ში მოდი Unilab-ის ლოგო ჩავსვათ, ხო, სადმე ამისთვის გვინდა იმიჯი, აქედან ავიღოთ, თემას თუ დაინსტალირებთ, ამას მოყვება კიდე მილიონი ის იქნება. ამაზე widget-ი ჩამოთვლილი და არის კიდევ პლაგინები, რომელიც ამატებს უფრო და უფრო მეტ პლაგინებს აქ. მაგალითად, ამას ავტვირთოთ აქ ლოგო. ესე და ეს გავუშვათ პირობითად Unilab-ის ვებსაიტზე. აი ეს. შესაბამისად ეს გავაკეთეთ უკვე. და მოდი ახლა ეს გავაკეთეთ. ახლა ვნახოთ რა მოხდა ჩვენს თავარ გვერდზე. აი უცებ რომ ვნახოთ რეალურად რაღაცა ეს აღარ არსებობს, მოდი უკვე გავთიშოთ. აი აქ ამას ჩამოვედით და მივიღეთ რაღაცა ფუთერი, ხო, შესაბამისად გამოვაგდეთ უკვე ჩვენი უკანასკნელი პოსტები, რაღაც sitemap-ით არის გაკეთებული, აქ შემიძლია მენიუ ჩამოვშალო sitemap-ის პონჩი, აქედან მხარეს დავწერო უკვე საკონტაქტო ტიპის ინფორმაცია. რავი, ძირითადად ეს იყო. თუ გინდათ კითხვები დამისვით, რაღაცები გავაკეთოთ ერთად აქვე. თუ რამე გაინტერესებთ WordPress-ით. მე მოგცემთ ასევე რეკომენდაციებს რა უნდა ისწავლოთ, როგორ უნდა გააკეთოთ რაღაცები WordPress-ში, ტუტორიალებს ჩავაგდებ ამ ლაივის ბოლოში და თუ სურვილი გექნებათ რომ WordPress გაყვეთ, Unilab-ის YouTube channel-ზე იქნება WordPress ტუტორიალები ასევე მოცემული და მაგასაც შეგიძლიათ მიყვეთ და აკეთოთ რაღაცეები უკვე მანდაც. აბა კითხვები თუ არის დავალოდები ცოტა ხანი, თუ არა და დავასრულოთ უკვე ჩვენი ესეთი მცირე მასტერ-კლასი WordPress-ში. სად არ გადმოვიდე კომენტარების მხარეს. აჰა. კარგი, რავი, კომენტარები თუ არ არის, მაშინ შეგვიძლია რომ დავასრულოთ უკვე ჩვენი ლაივი. კარგი. აბა დროებით მეგობრებო, აი რაღაცა ყოფილა კითხვა. სწავლებისთვის რომელი template job-ია VPML-ს თუ Eduma? რომელიც გინდა ის გამოიყენე მანდედან ორივე თითქმის ერთ და იგივე რაღაცას აკეთებს მაინც. Eduma არის თემა, როგორც მახსოვს მე. თემებზე თუ მეკითხები, თემებზე უნდა დააკვირდე ხოლმე რეალურად რომელი გჭირდება, რომელი თემა გჭირდება აუცილებლად. ვიზუალებს დააკვირდი, რა ფუნქციონალი აქვს რაღაცებს. აი, მოდი მაგალითად Eduma ვნახოთ ახლა და ეს მახსოვს რომ არის თემა, თუ სწორად მახსოვს. ThemeForest-ზე გადავიდეთ და Eduma ვნახოთ. Eduma. აქ არის სად არის Eduma ვნახოთ ახლა. რაც მახსოვს, Eduma მახსოვს რომ თემა იყო. აი ეს არის ხო პრინციპში. $69 თემა არის. Eduma-ს აქ რაღაცეები როგორც მახსოვს. Builder-ში აქ Visual Composer-ს იყენებს, იგივე Builder-სასაც მე ვიყენებ. აქ
Edumას კიდე მოყვება Slider Evolutions პლაგინები, Edumას მოყვება Contact Form-ი. მოკლედ ძალიან ბევრი კარგი რაღაცეები აქვს. მე შეძენილი არ მაქვს ეს, მაგრამ მიმუშავია ამ თემაზე და ძალიან მომწონს. ძალიან ბევრი ფიჩერი აქვს, თუმცა საქართველოში ამას ძალიან ბევრი იყენებს და შენ მაინც და მაინც რავი, თუ ცოტათ ისე განსხვავებულ ვიზუალს არ გააკეთებ, ამის პირდაპირ გადმოკატავება demo ვარიანტის მოგცემს იგივე შედეგს, რაც ძალიან ბევრ ქართულ სასწავლო ვებსაიტს აქვს გაკეთებული უკვე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყენებს ამას. აი ეს მეორე თემა რაც არის VPLMS-ი, ხო, ეგეთ გამოყენებული მაქვს, ეგეც, რავი, ნორმალურია, თუმცა მე მაინც რავი, Eduma მირჩევნი ამ შემთხვევაში. თემებს რაც შეეხება, თემების გამოყენებისგან, ჩემი აზრით, თავიდან არ უნდა შეიკავო თავიდან გამოიყენეთ რაღაცები, მაგრამ რაღაცა მომენტში უკვე ჯობია რომ გადახვიდეთ ხელით რაღაცების წერაზე, როცა ცოტათი advanced-ზე ახვალთ, აი მოდი ვნახოთ მეორე თემის ისიც არის, ლინკით ჩააგდეს. სადარი რწამი აქედან ამოვიღებ. თორე აქ ვებხედავ რაღაცებს, აი ხო, education ის ჩაგიგდია მაგისი ლინკი. ხო, თემები როცა შემოდის ჩვენ ვებსაიტებზე, მაგ შემთხვევაში ჩვენი ვებსაიტი ერთიურად იმაშება, რა ქვია, ნელდება. აი ამ შემთხვევაში მე თუ ეხლა ავდგები და ჩვენ ვებსაიტს, რაც ეხლა ავაწყეთ, inspect elements გავხსნი, აი განმოვიტანო აქეთ ეკრანზე. მე გავაკეთოთ აქეთ მხარეს აუდიტი, სად არის აი Lighthouse-ის აუდიტი და დავიწყოთ უკვე ამისი რეპორტი, ხო? ეს რეპორტი ამოაგდებს რეალურად იმას, რა ქვია, performance reports დაგვიწერს და performance report-ში იქნება დაახლოებით 70-დან ზემოთ იქნება, შეიძლება უფრო მეტიც კონდეს, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები გამოყენებული არ მაქვს. მაგრამ როგორც კი რეალურად ეს გააკეთებს, ანუ როგორც კი დავაინსტალირებს რაღაც ტიპის თემას ამაზე, შემცირდება აუცილებლად performance level-ი. Performance level-ის შემცირება კი იმას ნიშნავს, რომ ვებსაიტი ხდება ბევრად უფრო ნელა, ძალიან ბევრი request-ი მიდის სერვერზე, ძალიან ბევრი რაღაცების დამუშავება ხდება. აი რაღაცა ვერ გააკეთა კიდე ამათ. ვერ იმახსნა, ეხლა ვერ გამოიტანა, ხო? იმიტომ რომ რაღაცა მე localhost-ის ბრალია ეს, რომ performance level-ი ვერ გააკეთა, ხო? რეპორტი ვერ გააკეთა. და მოდი desktop-ზე ვქნათ და აი performance-ი გავუშვათ მარტო. ამ შემთხვევაში მე მგონი მალევე გაკეთებს მაგის რეპორტს. აი გაპარსა ეხლა ჩვენი ვებსაიტი ამან, წამოიღო რაღაც ტიპის ინფორმაცია, შეამოწმა ჩატვირთვის სიჩქარე, შეამოწმა რაღაცა performance level-ი 1, ხო? უკვე იმიტომ რომ ის დავაინსტალირე, Slider Evolution-ი დავაინსტალირე რაღაცა Webmaker-ი და ამას კიდე რომ ოპტიმიზაცია გავუკეთო, მაგ შემთხვევაში მჭირდება რომ გავაკეთო რაღაცები. თუმცა ეს მარტო იმის ბრალი არ არის, რომ რაღაცები დავაინსტალირე, ამ შემთხვევაში უამრავი რაღაცა მაქვს გვერდზე კიდე გახსნილი, ზემოთ კიდე და CPU-მ და ოპერატორმა მეხსიერება დიდი სიჩქარე ვერ შესთავაზეს ეხლა Lighthouse. თუმცა სერვერზე რომ დაინსტალირებთ ხოლმე, აქ ალბათ გექნებათ 90-ზე მეტი performance-ი, თუმცა როგორც კი თემას დაინსტალირებთ, შეიძლება ჩამოვიდეს 1-ზეც და შეიძლება ჩამოვიდეს უფრო ასე 40-ზე, 30-ზე ეგრეთ ჩამოიყვანოს ხოლმე. ამისთვის არის უკვე საჭირო მე რომ გააკეთოთ ვებსაიტის ძრავის ოპტიმიზაცია, მონაცემთა ბაზა ცალკე უნდა გააკეთოთ და ქეში უნდა ამუშაოთ და კიდე ბევრი რაღაცებია მაგისთვის. აბა კიდე კითხვები. Divi-ზე რა აზრის ხარ build-ისთვისო? Divi-ს ნორმალური არის, მაგრამ Divi-საც ვიყენებ ხოლმე სხვათა შორის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ არ მაქვს Visual Composer-ი თემაში და თუ არ მაქვს Elementor, თუმცა Elementor-ზე Pro version მაქვს ნაყიდი და Pro version-ს ვიყენებ ხოლმე ყოველთვის. ანუ даже იმასაც აღარ ვაწყობ ხოლმე უკვე. Webmaker-საც აღარ ვაწყობ ხოლმე ხშირად. იმდენად კარგი არის უკვე Elementor-ი თავისი Pro version-ით, იმიტომ რომ უამრავი template-ი მოყვება, უამრავი ფუნქცია აქვს. აი Webmaker-ის თუ ამაში ჩვენ თუ ჩავხედავთ შიგნით ამას კი აქვს რაღაც ელემენტების ასე სიმრავლე, ხო? ამაში თუ შევიხედოთ, აი პლუსო დავაჭირო, ამოვარდება რაღაცა, ხო? თუმცა ამას Pro version-ს უფრო მეტი ელემენტი აქვს და იგივენაირად ხდება უკვე Elementor-ში. Elementor-ს ერთი ორჯერ ამდენი ფუნქცია აქვს, არ ვარ შეზღუდულები რაღაცეებში და იმის პროს თუ დაინსტალირებთ ხომ მე საერთოდ რაღაც სასწაულები ხდება იმაში. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ყველაფერს აქვს თავის საზღაური და ასეთი ფიჩერების გამოყენება ვებსაიტს ოდნავ ანელებს. მე აუცილებლად დაგჭირდებათ რომ ამისი performance level-ი გააუმჯობესოთ და ოპტიმიზაცია გავუკეთოთ უკვე თქვენს ვებსაიტს. კიდე რაიმე VR თემა ხო არა? VR თემა არ ვიცი. VR თემაში რას გულისხმობ? ეგ მითხარი. და კიდე იყო კითხვა. უცებ მაჩვენა, აბა როგორ გაუშვა საიტი. ანუ სხვებმაც რო ნახავ და საიტის links ბოლოს ყოველთვის WordPress.org იქნება. ამ შემთხვევაში, როცა local host-ზე მუშაობთ ჩვენ, მაგ შემთხვევაში არაფერი არ ექნება მაგას ბოლოსში, ხო? მაგრამ ამას ვერც ვერავინ ვერ ნახავს. ამისთვის არსებობს სერვერი,
პირობითად აი მაგალითად ეხლა მე სერვერი მაქვს, აი Mediacom-ის სერვერი მაქვს iliaonis გახსნილი, Mediacom iliaoni რაღაცა მაქვს, მე ამაში მაქვს შექმნილი რაღაცა ტიპის ფოლდერი და ამაზე არის კიდევ შექმნილი შესაბამისად რაღაცა ფოლდერი, რომელსაც რო გადავალ, ამომივარდება უკვე შესაბამისად რაღაც ტიპის ვებსაიტი. თუ ანუ სერვერზე ვიმუშავებ, მაგ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა. ვირტუალურ რეალობაზე თემაში მაინც ვერ ხვდები რას გულისხმობ. აი აქ არის მოკლედ რაღაცა ესეთი მოცემული, სიმახინჯე ჯერჯერობით, მაგრამ მე აი რაღაცა გამოვა. მაგრამ მაგალითად თქვენ ახლა პირობითად როცა ვებსაიტებს უშვებთ, ხო? არანაირად არ გჭირდებათ რომ გქონდეთ აქ რაღაცა საბდირექტორიებში არ უნდა საბდირექტორიები არ უნდა აკრეფნოთ მომხმარებელს, ხო არავინ ამას არ გააკეთებს. ამიტომაც უკეთესი პრაქტიკები არის ამის გასაკეთებლად საბდომენები. ანუ ნახეთ აი iliaoni edu.gi არის ვებსაიტი და Mediacom-ი არის უკვე მისი საბდომენი. იგივენაირად არის Unilab-ის ვებსაიტიც, აი Unilab-იც დაშენებული არის საბდომენზე და ვიყენებთ iliaonis სერვერს ამისთვის. უნდა გააკეთოთ ხოლმე საბდომენები. მაგალითად, ცოტათი სერვერზე ჩაღრმავება მოგიწევთ, რომ გააკეთოთ, ანუ არაფერი არ არის ისეთი რაღაცა. კითხვა არის კიდე Drupal-ს თუ ჯობია. Drupal-ს მე მგონი ყველაფერი ჯობია, აი ეგრეთ თქმაც არ შეიძლება. Drupal-ი ცოტათი უფრო advanced რაღაც არის, ამაზე უფრო ბევრი რაღაცას აკეთებს Drupal-ი, თუმცა უფრო ბევრი დამოუკიდებლობა დაგჭირდება. სიმარტივის მხრივ WordPress-ი უკეთესია. თუმცა Drupal-ში ძალიან ბევრი რაღაცების გაკეთება შეგიძლიათ, ძალიან მაგარია Drupal-იც, თუმცა მე იმდენად მაგას არ ვეხებ, იმიტომ რომ მაგაზე რაღაცების კეთებას მირჩევნია რომ კოდი ვწერო ხოლმე რაღაცები, რა pin-front-ი იყოს და გიმერე ბექი რაღაცე ბრექსი ვიღაცას ნახავ. ბექი არ ვიცი. Drupal-ს ყველაფერი ჯობია. ჯობია ასევე Shopify-საც მაგაზე იყო სტატისტიკები ვნახე დღეს V3 სტატისტიკს იყო თუ რაღაცა ეგეთი ვებსაიტი, საიდანაც ამოვიღე ის რიცხვები, რაც პრეზენტაციაშიც მქონდა. იქ არის მოცემული, რომ WordPress-ი იკავებს 63.8% და Shopify-ს აქვს 4.2. ანუ ძალიან პოპულარული არის WordPress-ის ვებსაიტები. ხათაშორის დღეს ძალიან ბევრი ვიყენებს მაგას, აი New York Times-ი, BBC-ი, რაღაცა რამდენიმე მოდელიც იყენებს მაგას, Beyoncé-ს საიტი აქვს რაღაც გაკეთებული, Facebook-ის support-ი მთლიანად WordPress-ზე გაკეთებული და რა ვიცი, ძალიან ბევრი დიდი კომპანია იყენებს მაგას. მოკლედ ძალიან პოპულარული და კარგი გამოსაყენებელია WordPress-ი მარტივი кейსების გასასწორად. თუმცა რაც შეეხება საკუთრივ რთულ кейსებს, WordPress-ში ყველაფერი გამოდის, ანუ არ არსებობს ვებში რაღაც ისეთი კონცეფცია, რომ WordPress-ში არ გამოვა, ან ვებში არ გამოვა კოდით ამას ვერ დაგიწერ. ძალიან ბევრი რაღაცები არსებობს, თუმცა ჯობია ხოლმე რომ თუ რაღაც ძალიან advanced და ძალიან customizable რაღაცა გვინდა, ამ შემთხვევაში ავდგეთ custom CMS-ი დავწეროთ პირდაპირ, რომ WordPress-ში რაღაცების გარჩევა და კოდში ჩახედვა რაღაცების ცვლილებები არ მოგვიწევს, იმიტომ რომ ვიღაცის კოდის გარჩევა ჯობია რომ შენ დაწერო საბოლოოდ, მიდგომა არის ესეთი. ყველა დეველოპერს ჩემეზე ურჩევნია, რომ ვიღაცის კოდის გარჩევას ადგილად საკუთარი დაწეროს, მე თუ რა თქმა უნდა იცის მაგ კოდის წერა. რავი, აი მე მგონი სულ ეს არის. ხო, ანუ კიდე უნდა იცოდეთ ის, რომ WordPress შეიძლება მარტივად რაღაცებს აკეთებს, თუმცა ბაზარზე ამ ძალიან ხშირად ხვდები ხოლმე იმას, რომ WordPress-ი არისო, ძალიან მარტივი გასაკეთებელი და ამის გამო ფასი არის დაბალი. მაგალითად, ოდიან და ძმა 500 ლარში გამეკეთებ ვებსაიტს არანაირად. იმიტომ რომ დრო იგივე მიაქვს თითქმის რა WordPress-ის ვებსაიტის აწყობას, რაც გინდა რაღაც კოდში დაგიწერია, ხო? მე ხამ შემთხვევაში რა ვიცი, ძალიან შეხარა ვაკეთებ ასეთ რაღაცებს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში მაინც ბევრი დრო წაგივართ რაღაცეებზე. დროის მიხედვით უნდა ითვალოთ თანხა და არა იმის მიხედვით რეალურად რამდენად ჩქარა აკეთებთ რაღაცებს, იგივე პრაქტიკას იყენებს რაღაცა Upwork-იც. Upwork-ი არის პლატფორმა, სადაც ძალიან ბევრი დეველოპერი მუშაობს და WordPress-ის ჯობები არის უამრავი. იმაზე შეგიძლიათ ნახოთ, საათში რაღაც $25-დან იწყება ზემოთ ჯობები და საკმაოდ კარგი ფული გაკეთება შეგიძლიათ მაგაზე. ვისაც არ დაგეზარებათ, შეგიძლიათ ისწავლოთ WordPress-ი და აკეთოთ, თუმცა საბოლოოდ მაინც გირჩევდით, რომ კოდიც ისწავლოთ რაღაც დონეზე. ერთი ბექის ენა გეყოფათ და HTML-ს JavaScript-ი ხო აუცილებლად გჭირდებათ იმისთვის, რომ web developer-ი უწოდოთ უკვე თქვენ თავს. ახლა კიდე ერთი კითხვა. ზოგადად დასაქმების მხრივ როგორია მოთხოვნა საქართველოს ბაზარზე და WordPress development-ზე? Full-time სამსახურში შრომის შანსი თუ აქვს developers? კარგი კითხვა არის. მე მაგალითად არ მქონია არასდროს ჩავარდნა, აი არასდროს არ მქონია ჩავარდნა, სულ მაქვს პროექტი. და არასდროს არ ვეძებ ხოლმე ამას ჩემი. აქეთ მეძებენ ხოლმე ყოველთვის, რომ გამიკეთე, ეს მინდა, სულ არიან ხოლმე ხალხი, ვისაც ჭირდები. ძალიან ბევრი მეუბნება ხოლმე იმას, რომ full time-ზე იმუშავე ჩემთან, მაგრამ არ მიიღებს მაგათაც, რომ full time-ზე ვიმუშაო და რაღაც მე თვითგანვითარებას მოვწდე რაღაცა მომენტში. კარგია, რომ full time-ზეც იმუშავოთ სადღაც, მაგრამ ნუ მაინც ჯობია რომ თვითგანვითარებისთვის ბევრი დრო დაიტოვოთ. ძალიან დიდი მოთხოვნა არის WordPress-ის იმაზე რა ქვია ვებსაიტებზე, იმიტომ რომ ძალიან ჩქარა ძირითადად როცა კლიენტები მოდიან ხოლმე,
ბოლო მომენტში ხვდებიან ხოლმე რომ WordPress-ის ვებსაიტი აქვს გასაკეთებელი, მე ეძებენ ხოლმე რაღაცებს და საბოლოოდ გეუბნებიან რომ გადაწყვეტენ ხოლმე რომ WordPress-ის ვებსაიტი ააწყონ, იმიტომ რომ ერთ-ერთ ტუტორიალს უყურებენ და გონიათ რომ რაღაცა ძალიან ჩქარა გააკეთებენ რაღაცას. რეალურად ძალიან ჩქარა შეიძლება რაღაცების გაკეთება, თუმცა ის მოთხოვნები ხოლმე რაც მაგათ აქვთ, არ კმაყოფილდება ხოლმე საბოლოოდ იმ მოკლე დროში, ამიტომაც ჯობია ხოლმე თუ ერთ თვეზე იწელება, აიც ადგედა თუ რაღაც custom უნდა ძალიან, custom რაღაც CMS-ი გაუკეთო. თუ არა და WordPress-ი ზოგადად ძალიან დიდი მოთხოვნა არის ქართულ ბაზარზე. ძირითადად ყველა მარტივ საიტს რასაც შეხედოთ ეს იქნება ნიუსები, ბლოგები, რაცა ონლაინ მაღაზიები ძირითადად რასაც უყურებთ, არავის არ აქვს იმდენი ფული რაღაცა 10000 და 30000 გადაიხადოს ონლაინ მაღაზიის გაკეთებაში და ძირითადად აკეთებენ ხოლმე WordPress-ის ვებსაიტებს. რაც ჩდება ხოლმე, რავი, 5-6 შეიძლება ცოტა მეტიც. თუმცა არის ხოლმე მარტივი ვარიანტები, თუ მომხმარებელს ძალიან მარტივი რაღაცა უნდა ერგება თემის რაღაცა ფუნქციონალს პლანერი და შენ არ გიწევს ბევრი რაღაცების ზემოდან დამატება, ან უბრალოდ აწყობ რაღაცას, ამ შემთხვევაში შეიძლება ფასი ჩამოვარდეს უფრო ქვემოთ, 5 და 6 კი არა, იყოს რაღაცა 2000 ლარი, შეიძლება 3000 იყოს და ასე შემდეგ. ნუ ეს არის რა თქმა უნდა თუ კერძო დეველოპერს მიაკითხავთ, თორე თუ კომპანიას მიაკითხავთ, რა თქმა უნდა, ფასი იქ ფასში შედის მენეჯმენტი, დიზაინი შედის კიდე რაღაცა, დელეგე 1000 რაღაც და იზრდება მაგისი ფასებიც. შესაბამისად დროის მიხედვით უნდა ითვალოთ ხოლმე რაღაცების ფასი და არა იმის მიხედვით თუ რა არის გასაკეთებელი საბოლოოდ. კარგი, მე მგონი რავი სულ ეს არის. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებას და თუ რაიმე კითხვა გექნებათ ამაზე WordPress-თან დაკავშირებით მოიწერეთ, ანამ რაც კომენტარებში არა YouTube-ზე არის კიდე ვიდეოები და იქაც თუ რაღაც და გაინტერესებთ, შეგიძლიათ იქაც წეროთ უკვე რაღაც კომენტარები და ვეცდები რომ მაქსიმალურად გიპასუხოთ უკვე რაღაცებზე. მადლობა და აბა კარგად.